გამარჯობა, თქვენ უყურებთ ჯაფარას პოდკასტს. დღეს ჩვენი სტუმარია საქართველოს ინჟინერ-კონსტრუქტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით გიგინეიშვილი. და დღეს ვისაუბრებთ ისეთ თემაზე, რომელიც ყოველთვის მაინტერესებს და ეს არის რამდენად სეისმომედეგია თბილისში და საქართველოში მშენებლობები, კორპუსები თუ ბინები, რასაც ვყიდულობთ, როგორ გავიგოთ, რამდენად სტანდარტებით არის აშენებული, თუ არის საერთოდ შესაძლებელი ამის გაგება და მოკლედ რამდენად დაცულები ვართ, ასე ვთქვათ, ღმერთმა დაგვიფორს და ამის სერიოზული მიწისძვრა თუ მოხდა ჩვენ რეგიონში და მოკლედ ამ თემებს შევეხებით. დავიწყოთ პირველი კითხვით, თუ არის შესწავლილი საქართველოს ზოგადად, თუ შესაძლებელია ამის შესწავლა, როგორი მიწისძვრების რისკის ქვეშ არის საქართველოს და ჩვენი რეგიონი და რა შეიძლება მაქსიმუმი მოხდეს და რაღაც აი ამას ეს არსებობს წარმოდგენა ამაზე ან მოკვლევა თუ ნებისმიერ ადგილას შეიძლება ნებისმიერი სიმძლავრის მიწისძვრა მოხდეს. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და აი ამ თემაზე დაინტერესებისთვის, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან ისეთი საჭიროებო საკითხია და მე მგონია ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც შეიძლება ვისაუბროთ, მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით რაღაც ისეთი სიტუაცია არის ქვეყანაში და მსოფლიოში, რა ბევრ რაღაცაზე ვსაუბრობთ, ძირითადი რაღაცები გვავიწყდება. ჩვენ ყველანი ახლა მაგალითად თქვენ ყველანი ვატარებთ ჩვენი ცხოვრების ალბათ 80% შენობებში. კი, სახლში ან სამსახურში. სახლში ან სამსახურში ან რესტორანში ან რა ვიცი, სავაჭრო ცენტრში და ასე შემდეგ, სტადიონზე და შენობებში რა, ანუ იშვიათად ან ჩვენი ცხოვრების რა 20% არის ხოლმე შენობების მიღმა. და ჩვენ არ ვიცით ეს შენობები რამდენად უსაფრთხოა. დღესდღეობით მე ვერ გეტყვით ეს შენობა თუ ჩემი სახლიც კი რამდენად უსაფრთხო არის რეალურად. და ეს მართლა დიდი პრობლემა არის, იმიტომ რომ ჩვენ როგორც ვთქვით, ვართ სეისმური ზონა, საქართველოს მთელი საქართველოს ტერიტორია არის სეისმური საშიში ზონა, სხვადასხვა, ესე ვთქვათ, ინტენსივობის მიწისძვრები შეიძლება მოხდეს სხვა რეგიონში. შესწავლილი არის. შესწავლა ხდებოდა ბევრი წლების განმავლობაში. სადღაც 1960 წლებში გამოვიდა პირველი, ესე ვთქვათ, სამშენებლო ნორმა სეისმომედეგი მშენებლობის, მე 1994 წელს განახლდა ეს ნორმა. და შემდეგ 2009 წელს იქნა კიდევ საქართველოში განახლებული უკვე ქართული, ის საბჭოთა ნორმები იყო და 2009 წელს იქნა მიღებული საქართველოში სეისმომედეგობის ნორმა. სადაც არის გაწერილი როგორ უნდა აშენდეს შენობები და ძირითადი პრინციპები და მოთხოვნები არის აღწერილი, რომ როგორი უნდა იყოს შენობები, რას უნდა უძლებდეს, რა ძალაზე უნდა იყოს გაანგარიშებული და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც სეისმოლოგები ამ შემთხვევაში ამობენ, მე პროფესიით ვარ ინჟინერ-კონსტრუქტორი, ან ჩემი პროფესია არის ძირითადად შენობების პროექტირება და რა თქმა უნდა მათი გაანგარიშება, როგორც მიწისძვრაზე, სხვა ყველა დატვირთვებზე და მე ამ პროექტის დამუშავება, ესე ვთქვათ. და ჩვენ ვიღებთ სეისმოლოგების მიერ და სეისმომედეგობის სპეციალისტების მიერ მონაცემებს. და ეს მონაცემი მათი კვლევის საგანია, ესე ვთქვათ. ანუ ისინი იკვლევენ უშუალოდ დედამიწის ზედაპირის ქერქს, ესე ვთქვათ, რა მაგნიტუდის მიწისძვრებია მოსალოდნელი, სად არის რღვევები, სად არ არის რღვევები და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ინჟინერებისთვის ყველაზე საჭირო, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ზედაპირზე, დედამიწის ზედაპირზე, რა ეფექტი ექნება იმ მიწისძვრას, რომელიც სადღაც სიღრმეში მოხდება. ამას ისინი ეძახიან side effects. Side effect-ი დამოკიდებულია ბევრ რაღაცაზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის რა ტიპის გრუნტი არის ზედაპირიდან 30 მეტრის სიღრმეში. და ამას ქვია კიდევ ტალღის სიჩქარე გაივლის და VS30 ქვია, ამას 30 მეტრის სიღრმეში რა გრუნტი არის. შესაბამისად, შეიძლება ერთ და იგივე მიწისძვრამ გაიაროს რაღაც ტერიტორია და ზოგან კონდეს ეს side effect-ი უფრო ძლიერი და ზოგან კონდეს უფრო ნაკლები. გააჩნია რა ტიპის გრუნტი დახტება. თუ დახტება კლდოვანი ქანი, იქ ნაკლები ექნება side effect და თუ დახტება რბილი ქანი, იქ იქნება უფრო დიდი side effect. ეს ყველაფერი შესწავლილი მეტნაკლებად არის. მაგრამ რადგანაც 2009 წლის შემდეგ არ განახლებულა ჩვენი ნორმები და აგერ უკვე რა ვიცი 27 წელი არის გასული მას შემდეგ 17 წელი არის გასული 2009 წელს მარტო თბილისში ახალი უბნებია გაჩენილი რა თქმა უნდა მაგრამ თავარი კიდე ის არის 2009 წელს მიღებული იქნა მაგრამ რეალურად კვლევები არის 1990 წლის მანდ რაც არის შესული ანუ 27 წელს რეალურად ეგრე იმიტომ რომ 1999 წელს იქნა ძირითადად ეს რუკა შემუშავებული მაშინ არავის არ ეცხელა მაგისთვის და არავის არ მიუღია და როდესაც მშენებლობის ბუმი დაიწყო გახსოვთ ალბათ ხო ეხლა 2000 წლების დასაწყისში თითქმის არაფერი არ შენდებოდა და მე 2006-ში 7-ში 8-ში წამოვიდა ბუმი და ნუ 9-ში იქნა განახლებული ეს ნორმები დაეწია ესე ვთქვათ
მაგრამ ჩვენი სეისმოლოგები მეუბნებიან ეს რაღაცას, რომ ეს რუკების უყელ არის ალბათური, ანუ თვითონ ესე ვთქვათ, სამეცნიერო ბუნება მიწისძვრის არის ისეთი, რომ ჩვენ არ ვიცით, როდის მოხდება. არავინ არ იცის, როდის მოხდება. ეს ყველაფერი არის ალბათობები. და ჩვენ ანგარიშობთ ალბათობებით იმას, რადგანაც მოხდა სიტყვაზე 5 მიწისძვრა მე-20 საუკუნეში სიტყვაზე, ესე იგი 21 საუკუნეში ალბათობა იმის, რომ მოხდება, არსებობს, ხო? და ეს ყველაფერი განპირობებულია ჩანაწერებით. სეისმოგრაფების ჩანაწერები საქართველოში არის ალბათ 1890-იან წლების ბოლოდან, მაგრამ მაშინ ანალოგური სეისმოგრაფები იყო, რაღაცას დღესდღეობით ჩვენ ძალიან კაი საქართველოს ძალიან კარგი სეისმური მონიტორინგის ცენტრი აქვს, სადაც ბევრი სეისმური სადგური დგას, დიდწილად ხოჭებს უნდა ითქვას, რომ ეს მაშინდელი USAID-ის და ამერიკული ესე ვთქვათ თავრობის დაფინანსებით მოხდა ამ სადგურების დამონტაჟება საქართველოში, რითაც ძალიან დიდი მადლობა მათ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ინფორმაცია იკრიბება და დღეს ჩვენ ვიცით ყოველ წელს სად რამდენი მიწისძვრები ხდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ასევე მომიჯნავე, ანუ მაგალითად სომხეთში, თურქეთში და აზერბაიჯანშიც, რუსეთშიც მე მგონი ჩვენ წვდომა გვაქვს, ისე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სამხრეთი მეზობლები ნამდვილად ხო, საიტებიც არის რა. საიტებიც არის რადარები რო არის, რომ კი. როდის რა მიწისძვრა მოხდა დედამიწის აწევს. კი, ზუსტად ეგრეა. რაღაცა ეჭვით უნდა გქონდეთ, ცოტა ხანში ვამოწმოთ, ხო, მიწისძვრა იყო თუ მომეჩვენა. კი, აპლიკაციაც არის, კი, ძალიან საინტერესო. მაგრამ იმის თქვა მინდა რომ მოკლედ ეს რაც უფრო მეტი არის ინფორმაცია, მე ალბათობის თეორიიდან გამომდინარე, უკეთესი რუკა შეგიძლია რომ გააკეთო. ხო. ევროპული ნორმები ამბობს ესეთ რაღაცას, რომ 5 წელიწადში ერთხელ უნდა განახლდეს, იმიტომ რომ ახალი ჩანაწერები ჩდება და ამ ახალი ჩანაწერების საფუძველზე ზუსტდება ალბათობები ტერიტორიებზე. ჩვენ როგორც გითხარით 1999 წლის მერე, რაც რეალური რუკა შემუშავდა 2009 წელს მიღებული, მაგრამ 10 წლის წინანდელი შემუშავებული, არ გაგვიახლებია, აი 27 წელია უკვე. და მიღებიდან 17 და რეალურად დამუშავებიდან 27. და ეს პრობლემაა და აუცილებლად უნდა განახლდეს ეს რუკები რა. იმიტომ რომ ჩვენ ზოგან შეიძლება ვანგარიშობთ უფრო დაბალი ინტენსივობის მიწისძვრებისთვის შენობებს და ზოგან კიდე პირიქით უფრო მაღალი, ზოგან გადახარჯვა, ზოგან პირიქით არ ვანგარიშობთ სწორად. სხვათა შორის ეს 1998 წელს თუ არ ვცდები, ზუსტად მოხდა მიწისძვრა სპიტაკში, რომელიც იყო ძალიან დამანგრეველი, ძალიან ძლიერი და დამანგრეველი იმიტომ იყო, რომ ნუ რა თქმა უნდა საბჭოთა კავშირში ხა თავის ცოდვები ეყოფა შენობებთან დაკავშირებით და იქ რაღაც დარღვევებით და რაღაცა იქ ბოდიში და რაღაცა მოიპარა და რაღაც, მაგრამ ეს არ იყო ძირითადი მიზეზი იქ მთელი ქალაქის დანგრევის. ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ უბრალოდ არ იყო გაანგარიშებული იმ სიმძლავრის მიწისძვრაზე, რაც სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. იმიტომ რომ სეისმოლოგებს არ ეგონათ, რომ ესე ძლიერი მიწისძვრა შეიძლება და მოხდარიყო იმ უბანზე, იმ რეგიონში. იმიტომ რომ იქ არ უნდა მეტი იყო, ხო? თუ რამდენიც იყო? კი, ძალიან მეტი. 9 ბალამდე ბალებში, სადღაც 9 ბალი იქნა გამოთვლილი, კი. და ნუ ფაქტობრივად მთელი ქალაქი იმსხვერპლა. იმიტომ რომ არ იყო ეს საფრთხე მოსალოდნელი იქ. და როდესაც ეს მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ სეისმოლოგები არ ამბობდნენ, არ იცოდნენ, რომ ფიზიკურად არ იცოდნენ, არავინ არ იცის რღვევა ზუსტად სად არის. როგორც გითხარით, ეს ყველაფერი არის ალბათობებზე დაფუძნებული. მაშინდელმა, ესე ვთქვათ, ხელისუფლებამ საქართველოს ვინც იყო მას მშენებლობის სამინისტრო იყო და იმ მშენებლობის სამინისტროს მწვანელობა უნდა მოკეცხვება, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ერთი ბალით ხელოვნურად აეწიათ. ანუ უბრალოდ ლოგიკა იყო ესეთი, რომ აგერ ყურიზირში მოხდა მოსალოდნელზე უფრო მეტი, ჩვენ რო გვაქვს მოსალოდნელის 7 ბალი, მოდი გავხადოთ 8 ბალი. და სხვა სულ ყველა გავხადოთ სადაც 8-9 ბალი და ასე შემდეგ, სადაც 6-7 და ნუ ერთი ბალით მოუმატეს ყველგან. ეს ბალიანობაც ცოტა მოძველებული ის არის აღრიცხვის ესე ვთქვათ ტერმინი დღესდღეობით ჩვენ ხმარობთ აჩქარებას და ეს რიცხვებში არის გამოსახული ეს აჩქარებები. მაგრამ იდეა იგი იყო რომ მოუმატეს და შესაბამისად ყველა ის შენობა რაც იყო 1998 წლამდე აშენებული აღმოჩნდა რომ არის დაპროექტებული უფრო დაბალი ინტენსივობის მიწისძვრაზე ვიდრე 1998 წლის შემდეგ შენობა. ხო, ანუ თბილისის მოსახლეობის ალბათ უფრო დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მაგაში ცხოვრობს. კი. ხუშავკაში ცხოვრობენ. კი, მეც ცხოვრობ 1970-იან წლებში აშენებულ корпуსში და ანუ ის არის უფრო დაბალ ინტენსივობაზე გაანგარიშებული შენობა. თუმცა იმის და გამო რომ თავის მხრივ კიდევ ადრე არ იყო ეს ციფრული ტექნოლოგიები ისე განვითარებული, ეს ანგარიშები საკმაოდ რთული მათემატიკური გაანგარიშებების საფუძველზე ხდება სეისმური გაანგარიშება შენობების და სეისმური მედეგი მშენებლობის ესე ვთქვათ და ეს რთული გაანგარიშებები დაიყვანებოდა დაყვანის ფორმულებით და რაღაცები ხდებოდა დამრგვალებებით, ანუ მარაგის ხარჯზე, ანუ პლუსით რა. ამიტომაც მაინც და მაინც შეშინებულები არ უნდა ვიყოთ ამის თქვა მინდა თუ ექსპლუატაცია შენობის მეტნაკლებად კარგად მიმდინარეობდა ამდენი ხნის განმავლობაში, მაშინ ის მეტნაკლებად გაუძლებს რა. თუმცა
ახალი შენობები უფრო მაღალი, ესე ვთქვათ, სტანდარტის მოთხოვნებზე არის გაანგარიშებული. როგორც ჩვენ დღესდღეობით სეისმოლოგები გვეუბნებიან, კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს რეალურად, ანუ კვლევები გაკეთდა რაღაც 2018, 2019, 2020 წელს, აი იმ შემაჯამებელი, ესე ვთქვათ, რაც გვაქვს იქამდე ჩანაწერები, ისინი შეჯამდა და ისევ განახლდა ალბათური რუკა, ოღონდ ეს ოფიციალურად არ არის მიღებული ჯერჯერობით, მაგრამ იქ ყველგან წერია, გეოფიზიკის ინსტიტუტმა გააკეთა ესეთი კვლევა, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი საქართველოში იმათმა გააკეთეს ესეთი კვლევა და ორივე თქვა, რომ უფრო მაღალი არის მოსალოდნელი მაგალითად თბილისში, უფრო მაღალი არის მოსალოდნელი მაგალითად ბათუმში და შედარებით უფრო დაბალი არის მოსალოდნელი მაგალითად გურიაში და ფოთისკენ იქით. ანუ გადაანაცვლეს ცოტათი რა. ეხლა ამას სჭირდება დამუშავება, ამას სჭირდება ოფიციალურად მიღება, ამას სჭირდება ამოქმედება ნორმებში, როგორც ვიხარით 19 წელს შესწავლილი 2009 წელს იქნა მიღებული. ეს არის 2018 ეს არაოფიციალურია, მაგრამ იმ ოფიციალურსაც დღეს ითვალისწინებენ, ანუ მაგაზე დღეს შენებლობები ამას ითვალისწინებენ. ეხლა ნახეთ როგორ წესით კი, რა ქვია, საპროექტო ჯგუფი, საპროექტო საკონსტრუქტორო ბიურო ვალდებულია, რომ გაითვალისწინოს მოქმედი 2009 წლის სამშენებლო ნორმები. სადაც არის მოცემული ყველა ქალაქისთვის, ყველა სოფლისთვის შესაბამისი მოსალოდნელი მიწისძვრები. ეს ყველაფერი უნდა იყოს გათვალისწინებული. ეხლა აქ შემოდის ერთი ნიუანსი რა, რასაც მაგალითად ჩვენი ასოციაცია ძალიან მხარს უჭერს, ესე ვთქვათ, უჭერს რას, რომ უნდა იყოს კვალიფიკაცია მაღალი ამ ადამიანების, რომლებიც ამ ყველაფერს აკეთებენ, ანგარიშობენ. კვალიფიკაციის შემოწმების ერთადერთი გზა მსოფლიოში რაც ჯერჯერობით გამოგონებულა, ეს არის სერტიფიცირება. ანუ ყველგან, მაგალითად ევროპაში, ამერიკაში ხდება ინჟინრების სერტიფიცირება. ჩვენი ასოციაცია ამას ძალიან მხარს უჭერს და ძალიან, ესე ვთქვათ, ადვოკატირებას უწევს, რომ საქართველოში დანერგილ იქნას ეს სერტიფიცირება. და ვფიქრობთ, რომ ეს სწორი იქნება. იმიტომ რომ დღესდღეობით, მაგალითად, თქვენ ხო არ ახართ სეისმოლოგიის მშენებლობის სპეციალისტი, არ ახართ კონსტრუქტორი. თქვენ შეგიძლიათ რომ დააპროექტოთ შენობა და თქვათ, რომ ეს თქვენი დაპროექტებულია და თქვენ ჩვეულებრივად ამ ნახაზებს გაამზადებთ და ჩვეულებრივად მისცემთ შენებას და მშენებელი ჩვეულებრივად დააშენებს. და აი ამ სიტუაციაში არავინ არ იქნება რგოლი, ვინც იტყვის, რომ იცით რა, ეს არ არის სპეციალისტი. ნებართვასაც ავიღებ? ნებართვაზე დაგჭირდება დასკვნა, საექსპერტო შეფასება. რომელიც თავის მხრივ არ არის სავალდებულო რომ იყოს გაკეთებული ინჟინერ კონსტრუქტორის, უბრალოდ სავალდებულო არის ინჟინერ კონსტრუქტორის მიერ იყოს, მაგრამ არა აკრედიტირებულის მიერ. ანუ ნებართვაზე დაგჭირდება ექსპერტიზა, რომელიც უხეშად რო ვთქვათ, რომ დაბალი კვალიფიკაციის მქონე ინჟინერმა, რომელიც შეიძლება არ ჩაიხედოს შიგნით, შეგიძლიათ დაგიწევთ. ანუ ესეთი სიტუაციები შეიძლება მოხდეს. არაკეთილსინდისიერი რო იყოს რა ეს. ხო, ანუ ხო, ვინც ამ დასკვნას გასცემს, იმასაც რაღაც ის არ აქვს მოთხოვნა და სტანდარტები, იქაც კანონში წერია ორი რამ. თუ არ აკრედიტებულია, როგორ კანონში წერია, რომ დასკვნის გამცემი უნდა იყოს დიპლომირებული და უნდა ქონდეს მინიმუმ 5 წლიანი სტაჟი მუშაობის. უწყვეტი 5 წლიანი სტაჟი. ეს არის მინიმალური მოთხოვნა. მორჩა ამის იქ არაფერი არ წერია. ანუ თუ კი პირობითად ოროსანი ვიყავი უნივერსიტეტში და ძლივობით ავიღე დიპლომი, შემდეგ ვიმუშავე მხაზველად, რომელიც ანგარიშებს არ ვაკეთებ, ესე ვთქვათ, მე შემიძლია რომ დავწერო ესეთი დასკვნა. თუ ეგეთი ვარ, რომელსაც კარგად არც გავეცანი პროექტს რა, ესე ვთქვათ. ანუ რომ კონდეს ადამიანს რაღაც მერკანტილური ინტერესი ამის, ეს შესაძლებელი არის და ნებართვის გამცემი ამ შემთხვევაში უბრალოდ ჩეკლისტს გააკეთებს და ესე ვთქვათ, მონიშნავს, რომ კი, დასკვნა არსებობს, მაგრამ იმაში შიგნით არსებითად არ ჩაიხედება და არც აქვს მაგის ერთის მხრივ ვალდებულება, რომ ესე დეტალურად განიხილოს. მეორე მხრივ დრო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნებართვების შემდგომ თუ არსებობს საექსპერტო დასკვნა, იმას ეყრდნობა და მორჩა. და მესამე მხრივ, რა ვიცი, არც დიდი ინტერესი რა, ეხლა ყველა დასკვნაში ჩაეძიოს სად, როგორ და ყველა პროექტს სად და რაღაცა რთულია. ანუ მათი მესმის, ესე ვთქვათ. ანუ ეს პროცესი არ არის და ეს საექსპერტო შეფასებაც ეს მიღებული იქნა 2016 წლიდან. ანუ იქამდე ეგეც არ იყო სავალდებულო, ანუ იქამდე უბრალოდ პროექტი უნდა შეტანილიყო და ნებართვას მიიღებდით საერთოდ დასკვნის გარეშე. რა მაინტერესებს შეგაწყვეტინე? კი, რა თქმა უნდა, არა, ეგულია რა. ხო, ანუ ეს თქვათ სავალდებულო რომ იყოს სერტიფიცირებული იყოს, დამატებით ასე თქვათ ბრჭყალებში თავის ტკივილს ქნის შენებლებისთვის, იმიტომ რომ უწევთ მეტად რაღაცა დროის დახარჯვა, რესურსის დახარჯვა და ცოტა შენებლობას შეანელებს რაღაც პროცესებს შეუშლის ხელს. მაგრამ ამის მიხედავთ თქვათ არ მომოფეხ რომ დავასახელოთ კომპანიები, მაგრამ არსებობენ კომპანიები, ვინც ამას მაინც თავისი კეთილინებით აკეთებენ თქვათ და ამაზე დროს ხარჯავენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ამას არავინ არ თხოვს,
კი, საბედნიეროდ არის კომპანიები, რომლებიც ამას აკეთებენ, იმიტომ რომ კომპანიის ესე ვთქვათ, მხოლოდ ბიზნეს ინტერესი რო ავიღოთ, მის ბიზნეს ინტერესია რომ ამას გვერდი დაუაროს, რაც შეიძლება მალე ააშენოს და გაყიდოს. ეს არის მშენებელის ინტერესი, ესე ვთქვათ, უხეშად რო ვთქვათ რა და იმის იქით ესე კი მშენებელის კეთილნებაზე ვართ დამოკიდებული, რამდენად დიდწილად შენების კეთილნებაზე ვარ დამოკიდებული. კომპანიები, რომლებიც იყურებიან წინ, ესე ვთქვათ, რომლებიც ფიქრობენ მომავალზე და ესე ვთქვათ, განვითარებაზე, იმათ ინტერესია, რომ კი პირველი შენობა, მეორე, მესამე, მეოთხე, მეათე შენობა, ანუ იყოს კარგი. თან მანდ ერთი რაღაცა არის, ნიუანსი, რომ როდესაც შენობა შენდება და აშენდება და ექსპლუატაციაშიც როდესაც შევა და ხალხი შესახდება შიგნით, იქ არაფერი ნიშანკვალი არ იქნება იმის ცუდად არის თუ კარგად. ნუ როგორც წესი, ყველა შენობა, რომელიც ოდნავ მიწისძვრაზეც არის გათვალისწინებული, დინამიურ დატვირთვებზე თქვა, ის სტატიკურ დატვირთვებზე ყოველთვის კარგად იმოქმედებს. ანუ ერთმა დაიფაროს ძლიერი მიწისძვრა, აი იქ გამოჩნდება რომელი შენობა არის კარგად და რომელი არის ცუდად. რა, ანუ იქამდე ძალიან ძნელია მაგის დადგენა. ხო, ანუ ბინას უცა ყიდულობთ, მიადგები რაღაცა კორპუსს ადამიანი ჩაოლებისაც სფეროსთან შეხება არ გაქვს, ფაქტობრივად შეუძლებელია მოიპოვო რაღაცა შეუძლებელია ძალიან ისე რა დასკვნა რომ ეს არის კარგად აშენებული, კარგად ამ შემთხვევაში როგორც სეისმომედეგობის თვალსაზრისით. ეს ეხა ერთია ჩვენ ვისაუბროთ პროექტზე, ესე ვთქვათ, პროექტი გააკეთეთ, ჩვენ ვფიქრობთ რომ უნდა გააკეთოს სერტიფიცირებულმა, ლიცენზირებულ, სერტიფიცირებულმა დიახ, ინჟინერმა, ესე არის მსოფლიოში, ესე არის ამერიკაში, ანუ ყოველ ორ საფეხუროვანი ტესტირება არის ამერიკაში იმისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმისთვის, რომ ინჟინერმა შეძლოს უბრალოდ პროექტის მომზადება და ორივე ურთულესი არის. ევროპაში სხვადასხვანაირად ზოგან ერთი გამოსწავს ზოგან ორი გამარა ეს ექვემდებარება სერტიფიცირებას. საქართველოში ეს რეგულირებადი პროფესიების ჩამონათვალი არსებობს, რომელშიც არ შედის არც საინჟინრო საქმე, არც მშენებლობა, არც არქიტექტურა და ასე შემდეგ. საქართველოში სერტიფიცირება მოითხოვება ექიმებზე სავალდებულოდ და ისინი აბარებენ გამოცდებს, მასწავლებლებზე და იურისპრუდენციაში ან პროკურორებს და ადვოკატებს ევალებათ სერტიფიკატები და თუ არც თუ ბუღალტრებზე არის ბოლო პერიოდში არის ეგ შემ. დანარჩენი რეგულირებული პროფესიები არ არის. ამიტომაც შეუძლიათ დიპლომის გარეშეც აპროექტონ რა, ეგ არის თავარი. მოკლედ ჩვენ გვინდა რომ დაინერგოს სერტიფიცირება და რაღაცნაირად მოხდეს ამ ადამიანების გამოცდით დადასტურება მათი პროფესიონალიზმის რა. და ვფიქრობთ რომ ეს აი ამ საპროექტო ნაწილში ცოტათი თუ ბევრით ეგ მე იქნება სანახავი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გააუმჯობესებს სიტუაციას. ხა მეორე ნაწილი არის თვითონ უშუალოდ მშენებლობა. ერთი არის პროექტი, როდესაც მორჩება, ნებართვა გაიცემა, ან სანებართვა პროცედურები ჩაივლის და შემდეგ მშენებელი როგორ აშენებს ამ ყველაფერს. საერთოდ ცოტა კიდე უკნიდან რომ გავყვეთ ესე ხო, ანუ 2000-იანი წლების დასაწყისიდან პოლიტიკა იყო უფრო ესეთი სამშენებლო პოლიტიკა იყო, რომ დერეგულირებისკენ მიმართული, იმიტომ რომ უნდათ რომ ყოფილიყო უფრო მეტად როგორც ეკონომიკა. ხო, როგორც ეკონომიკა იყო დერეგულირებული, ისე იყო მშენებლობაც დერეგულირებული, რაც თავისთავად მე ვფიქრობ იმ დროისთვის აბსოლუტურად სწორი იყო, იმიტომ რომ ეკონომიკური ბუმი იყო საჭირო, რაღაცა დოლარის შექმნა იყო საჭირო და სწორი იყო. უბრალოდ მე დროთა განმავლობაში რაღაცა რეგულაციები უნდა დამკვიდრებული იყო. რაღაცეები დამკვიდრდა რა, აი მაგალითად ეხლა მშენებლობის პროცესი დღესდღეობით რა, ეს აი ბოლო ალბათ 5 წელი არის ესე, ანუ სადაც 2020 წლიდან დაახლოებით სავალდებულო საეტაპო ოქმები გაჩნდა, ანუ ზედამხედველობის სავალდებულოება გაჩნდა. ხო, თუნდაც ისო შემოღობილი იყოს დაცული რაღაც არ გადმოვადეს, სადაც დიდი ხანი არ არის შემოვიდა. კი, დიდი ხანი არ არის, ისო ჩაფხუტი უნდა ეხუროს მშენებას, ეგ დიდი ხანი არ არის რა, სამწუხაროდ. და აი მშენებელი უკვე როდესაც სამშენებლო მოედანზე მივა რეალურად როგორი არის იქ მაგალითად ბეტონი, როგორი არის ბეტონის ხარისხი, როგორი არის არმატურის ხარისხი, ეს ყველაფერი უნდა სამშენებლო კომპანიამ აწარმოოს, შესაბამისი ოქმები უნდა ქონდეს, შესაბამისი აქტები უნდა ქონდეს, შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა ქონდეს, ყველაფერი ამისთვის რა და ნუ შესაბამისი კადრები უნდა ყავდეს ესეთი, რომლებიც ამ ყველაფერს ამოწმებენ და იქ ცალკე ლაბორატორიები უნდა იყოს დაქირავებული, მესამე ესე ვთქვათ პირის ლაბორატორიები, იქ ცალკე ანუ მთელი პროცესი უნდა იყოს გამართული სწორად, იმიტომ რომ ხარისხის კონტროლი იყოს კაცრი. და აი აქ ყველაზე მეტად მოვიკოჭლებთ რა გლობალურად რა თქმა უნდა კიდევ ხომ არის კომპანიები რომლებიც აკეთებენ ამას კარგად და მიუყვებიან მაგრამ არის კომპანიები რომლებიც ამას არც თუ ისე კარგად მიუყვებიან რბილად რო ვთქვათ
და აი აქ არის ესე ვთქვათ დიდი გეფი რა რომ ეს უნდა იყოს კონტროლირებადი, როგორ უნდა იყოს კონტროლირებადი, ვინ უნდა გააკონტროლოს ეს ყველაფერი, რანაირად უნდა იყოს ეს შემდგომ უკვე ექსპლუატაციაში მიღებული. ჩვენთან კიდევ ის პრობლემაა, რომ ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობები ძალიან ბევრი გვაქვს ქალაქში, ქვეყანაში. ანუ არაფერი შენობა აშენდა, სამშობლო კომპანიამ ააშენა, იყიდა ვიღაცა კერძო მესაკუთრემ, შესახლდა შიგნით და ამ მონაწერში არის როგორც არის მშენებარე. ანუ მშენებარე და ეს წლები გადის და ეს არის მშენებარე ეს სახლის. ნამდვილად ყველაფერი გაზიც მიყვანილი. მაგას ჯარიმები არ არის, რაღაცა ვადაშინდა ჩააბარო? არ არის როგორც ესეთი, ანუ შეიძლება ძალიან დიდი ხანი გაახანგრძლივებს იმას, რამოდენიმე გაახანგრძლივებს, მოითხოვს და არაფერი გაახანგრძლივდება და გაახანგრძლივდება ძალიან დიდი ხანი. მაგრამ თემა ის არის, რომ ხო, ანუ მოთხოვნები, რაც თავდაპირველად იყო პროექტის მიმართ, ის არ სრულდება და ესე იწელება წლებით. ეგ ყველაფერი საბოლოო ჯამში ურტყავს პირდაპირ უსაფრთხოებას, ხო? იმიტომ რომ არ ვიცით კიდევ თქმა, რამდენად უსაფრთხოდ არის აშენებული ის შენობა, რამდენად უსაფრთხოდ არის რაღაც საძირკველი მოწყობილი მაგალითად. კიდევ პროექტი შეიძლება ჩაიხედო და თქვა, პროექტი რომ კარგია, შეიძლება ექსპერტიზა, ანუ ძალიან კარგად იყოს პროექტი გაკეთებული, ძალიან კარგი ექსპერტიზა ქონდეს, ნებართვაც გაცა ყველაფერი სწორად იყოს გაკეთებული, მაგრამ აშენებული არ იყოს აი ამ ფაქტიური. ხო, ჩაწერამდე ვიხირავით ერთ-ერთ შემთხვევას მომიყევი, როგორ ესე აშენდა და მე დაიბზარა მთელი корпуსი და კი, მოსახლეობა მოუწია. ზუსტად აი ეგეთი შემთხვევა მოხდა თბილისში, ვაშლი ჯვარში, უბრალოდ არ მინდა დავასახელო კომპანია. მოხდა ესეთი რაღაცა, რომ იყო გაანგარიშებული შენობა, იყო ნებართვა გაცემული, იყო პროექტი მომზადებული, პროექტში იყო ფოლადის არმატურა, რითაც უნდა აშენებულიყო და რატომღაც მშენებელმა ერთ-ერთმა რგოლმა ესე ვთქვათ, მშენებლობაში მე ზუსტად არ ვიცი და მაგიტომაც არ შემიძლია ზუსტად თქვა, ვინ გადაწყვიტა ეს, მაგრამ ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ფოლადის არმატურა არ უნდა იყოს და უნდა იყოს მინა ბოჭკოვანი არმატურები. და მინა ბოჭკოვანი არმატურით აშენდა სვეტები, გადახურვის ფილები, რიგელები და ასე შემდეგ მთელი შენობა. ხალხმა იყიდა ბინები, რომლებიც საერთოდ არ იციან, ხო ეხლა რავალდებული იყოს ეკონომისტმა, ექიმმა, იურისტმა იცოდეს რისგან არის ბეტონში არმირება მოწყობილი, ხო? იყიდეს შესახლა და მე შეამჩნიეს რომ რაღაცა იქ ჩამოიწია, იქ რაღაცა გაიბზარა, თან საგრძნობლად ისე კი არა, ეხლა პატარა ბზარები ყველა შენობაზე დასაშვებია რაღაც თავის ნორმები აქვს, მაგრამ აი სერიოზულად ძალიან კარი გაიჭედა, აღარ მოკლედ ბევრი რაღაც. და როდესაც მივიდნენ ექსპერტები და დაიწყეს ამის შემოწმება, აღმოჩნდა რომ ესეთი სიტუაციაა, მაგრამ ყველაზე სასწაული ის იყო, რომ ვინც ეს ააშენა ეს სახლი, თვითონ ცხოვრობდა ამ სახლში და ამბობდა, რომ ეს ყველაფერი მე თვითონ გავაკეთებ, იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიციო ეგო და ძალიან კარგი და ძალიან სწორად გავაკეთებ. რაც აბსოლუტურად არასწორი იყო რა. და საბოლოო ჯამში დამთავრდა იმითი, რომ როგორც ვიცი, სისხლის სამართლის კუთხით აღიზრდა საქმე, ეს ადამიანი დაიჭირეს, ეს ხალხი ვინც იქ ცხოვრობს, ყველა გაასახლეს და ეხლა ეს შენობა მთლიანად დემონტაჟს ექვემდებარება. ანუ ის შეუძლებელია ექსპლუატაცია მისი ხდებოდეს. მაგრამ და ის საკითხიც შედგას ჰაერში ალბათ ვინ უნდა ზღაურებს ამ ხალხს ზარალს, ხო? კი. ნუ ალბათ კომპანიას დაეკისრება, მაგრამ კი, თუმცა მეოთხეობის დაჭერილი არის ალბათ გაფოტრებული იქნება ეს ზარალის ანაზღაურება. რა თქმა უნდა, ამ ხელა корпуსის და თან ადამიანებს ქონდათ იქ კრედიტები აღებული, კრედიტები და წარმოიდგინე ბინის გარეშეა და კრედიტს იხდის მაინც. ანუ რაღაცა ძალიან რთული სიტუაცია აღმოჩნდა რბილად რო ვთქვათ რა და ეს კიდევ კარგი რომ ამ ადამიანებმა შეამჩნიეს ეს ბზარები შეამჩნიეს და ატეხეს ამაზე განგაში და ნუ წავიდა ამაზე საუბარი რომ რაღაცა არ არის სწორად. ეს რო ეს არ გაიგეთ ეს корпуსი ისე გამოვიდა მწყობრიდან რომ არც არაფერი არ მოხდა რა მეძიძვა სერიოზულად თავისით გამოვიდა მწყობრიდან თავის საკუთარი წონით გახდა ესეთი ავარიული. სერიოზულად ანუ იქ იყო რაღაც გადახრები რაღაც მეტრით მაგალითად ანუ სვეტი იყო მეტრით წასული რაღაც გვერდზე ხო წარმოიდგინე რამხელა ის იყო ბზარები ისეთი რომ აი ადამიანი გაეტევოდა ჩვეულებრივად და რაღაც და დასანგრევია ხო და ეს კიდე კარგი და რამდენი არის ისეთი რომელიც თავისი წონით სტატიკური დატვირთვით დგას მაგრამ მიწისძვრის დროს როგორ იმოქმედებს და როგორ იმუშავებს ის არავინ არ იცის რა აი ბოდიში თურქეთში რო იყო რამდენიმე წლის წინ რა იქვა დამოუწყდა იმ რეგიონს მთელი ქალაქი რო განადგურდა და აი პანდემიის დროს მოხდა ეგა და გვერდზე იყო ქალაქი სადაც თითქმის არ იყო ნგრევა არა და ერთ უბანში მოხდა ანუ ეს სეისმურ აქტივობის ერთი უბანი იყო და მე მგონი იმ ქალაქის მერსაც იჭერდნენ თუ რაღაცა უბრალოდ აღარ მოხსოვს ამბავი იმიტომ რომ მშენებლობების ნებართვებს და რაღაცებზე აღმოჩნდა რომ ესე იგი ის ქალაქი ესე ძალიან არა მკაცრად არ ითხოვდა შენობის აშენების ნორმების დაცვას და თითქმის ყველა შენობა დაინგრა ახალ აშენებული და მეორე ქალაქი იყო გვერდზე ნუ ხა
ალბათ სადაც ამბობენ რომ ზუსტად იგივე სიმძლავრის მიწისძვრა იყო და იქ ესეთი ნგრევა არ მოყვა. და ამიტომ ხო ესეთი მნიშვნელოვანი საკითხია და დღეს მთელი თბილისი და საქართველოს ცხოვრობთ ისე რომ აი არ ვიცი რაში ცხოვრობთ არ ვიცით. კი. ანუ იდეაში ეხლანდელი ჩვენი სამშობლო პოლიტიკა მიმართულია უფრო რეგულაციებისკენ. და გამოსავალი ამისი არის რამოდენიმე რა, ეხა ესე რაღაცა ის არა გვაქვს ოქროს ჯოხი, რომლითაც თუ რა ქვია, ჯადოსნური ჯოხი, რომლითაც რაღაც ყოველთვის მოვაგვარებთ, მაგრამ არსებობს ეტაპები, რომელიც უნდა აუცილებლად დამკვიდრდეს რა და ერთ-ერთი ეტაპი არის სამშობლო ნორმები. ან სამშობლო ნორმები არის მშენებლებისთვის ნომერ პირველი დოკუმენტი, სამაგიდო წიგნი, ასე ვთქვათ. ანუ იქ არის ლიმიტები გაწერილი, რა შეიძლება და რა არ შეიძლება, სანამდე შეიძლება და სანამდე არ შეიძლება. და ეს სამშობლო ნორმები ჩვენთან არის ძალიან მოძველებული. ანუ უხეშად რო გითხრა, გარდა იმის, აი 2009 წელს მიღებული სეისმომედეგობის ნორმების გარდა არის კიდე უამრავი სხვადასხვა ნორმები, რაღაცა ფოლადის კონსტრუქციების პროექტირების ნორმები არსებობს, მაგალითად, რომელიც საერთოდ არ აქვს საქართველოში. და ვიყენებთ ძველ საბჭოთა ნორმას 1990 რაღაც წელს გამოშვებას. და ბევრ სხვას. და არსებობს ესეთი ნორმების პაკეტი, ესე ვთქვათ, რომელსაც ქვია ევროკოდები, ევროპული სამშობლო ნორმები, რომელიც ევროპაში არის სავალდებულოდ სამოქმედო და ყველა ევროპული ქვეყანა ევროკავშირის წევრი ქვეყნები და არა მარტო ევროკავშირის წევრი ქვეყნები, არაწევრი ქვეყნებიც, მათ შორის სხვათა შორის რამოდენიმე ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყანაც, მაგალითად ბელორუსია, შეიძლება გასაკვირი იყოს, მაგრამ ბელორუსია, უკრაინას აქვს ეს ევროკოდები ნათარგმნი და მასაც იყენებენ, ესე ვთქვათ. და საქართველოში უნდა დაინერგოს ევროკოდები. ჩვენ ამის ძალიან მომხრეები ვართ, ძალიან ამასაც ამდიდ ადვოკატირებას უწევთ. დიდი ნაწილი შემუშავებული გვაქვს უკვე, დამტკიცებული არის სტანდარტიზაციის და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში და როგორც სტანდარტები ისე და გვინდა რომ მთელი ეს სრული პაკეტი ამოქმედეს და ამოქმედეს სავალდებულად. ეხლა ცოტა დილეტანტური შეკითხვა. ევროკოდები და ევროპული გამოცდილება რატო ევროპაში მე არ მოხსენდება რომ რაღაც ესეთი 8-9 ბალიანი მიწისძვრა მომხდარიყო. ანუ მომხდარა უახლოეს მომავალში, უახლოეს წარსულში პროსტორეთში. საბერძნეთში ხდება ხოლმე ხშირად. ანუ სიტყვაზე ჩემი კითხვა იყო რომ იაპონიიდან ხომ გადმოვიღოთ ვიდრე ევროპიდან. ორი რაღაც არის. ხდება რაღაცა. ორი რაღაც არის. ერთი რომ ჯერ ერთი მაინც გეოგრაფიულად მიბმულები ვართ და სამშობლო ნორმები მარტო სეისმომედეგობის არ არის. ეს არის თლიანად შენებლობის ნორმები და პროექტირების ძირითადად რა, მაგრამ სრულად მოიცავს რა, რკინა-ბეტონის კონსტრუქციებს, ფოლადის კონსტრუქციებს, ქვის, აგურის და ასე შემდეგ ტიპებს, შენებობის ტიპებს, სიმაღლეებს და ასე შემდეგ, ბევრ რაღაცას მოიცავს. და მათ შორის სეისმურსაც, სეისმურ დაპროექტებასაც. მაგალითად, ჰოლანდიაშიც ევროკოდი მოქმედებს და იტალიაშიც. ჰოლანდია არის ასეისმური ქვეყანა, ნიდერლანდები. ნიდერლანდები არის ასეისმური ქვეყანა, მიწისძვრები არ ხდება. საერთოდ ნოლია იქ, მიწისძვრაზე არ ანგარიშობენ არაფერს და იტალიაში ანგარიშობენ, მაგრამ იტალიაში არის ეროვნული დანართი, რომელიც ამას არეგულირებს და ჰოლანდიაში ეს ეროვნული დანართი არ არის. ანუ ევროკოდის ერთ-ერთი თავი, ევროკოდ 8 არის ეგეთი, რომელიც ჰოლანდიაში უბრალოდ არ არის საჭირო რომ გამოიყენო და იტალიაში არის სავალდებულო რომ გამოიყენო. ჩვენც გავსი პრაქტიკა უნდა მივიღოთ ორი რაღაც გამო. ერთი იტალიაში ვულკანი აქვს, მოქმედი. ვულკანი და საბერძნეთში, კვიპროსში, მალტაში სულ მიწისძვრები ხდება. პორტუგალიაში ჩაგეკითხე, ბოდიში არ დაგავიწყეს ასე მოდი. ჰოლანდიაში რომ ნიდერლანდებში რო არ ითვალისწინებენ ამას. ესეც ესე ალბათობებით არის დათვლილი რომ აქამდე ახლა არ მოხდა, რამდენი ხანი არ მოხდება თუ ხოლმე პრინციპში სხვა მეტი რა უნდა შეისწავლო ხა იქ დედამიწის ვერ გახვრიტავდა. ბოლო 500 წლის განმავლობაში მიზური არ ყოფილა. არც ისტორიული ჩანაწერი არსებობს და არც სეისმოგრაფიას არ დაუფიქსირებია. სხვათა შორის ძალიან საინტერესო არის ადამიანის რაღაც ჩარევებთან დაკავშირებით. ჰოლანდიაში ძალიან მცირე ბიძგები იყო დაფიქსირებული და რომლის ესე ვთქვათ რო გააყვნენ არ იყო ეს ტექტონიკური ფილების გამო, არამედ იყო იქ რაღაც გაზის მოპოვების რაღაცის გამო. და მე იყო იქ დებატები რომ რამდენად უნდა იქნას მომავალში გათვალისწინებული თუ არ უნდა იქნას გათვალისწინებული და რაღაც ანუ ხელოვნური ჩარევა რაღაც ადამიანის მიერ რაღაცებს იწვევს მაინც. არც მაგალითად ბრიტანეთი ასეისმური სახელმწიფოა, მაგრამ ბრიტანეთში ძალიან საინტერესო რაღაცა მოხდა. ბრიტანეთს იმიტომ რომ ასეისმური არ ხდება მიწისძვრები ზოგადად, არ პროექტირდებოდა არაფერი მიწისძვრის ეს თქვა საწინააღმდეგო, მაგრამ როდესაც წავიდა ცათამბჯენების პროექტირება, ბრიტანელებმა თქვეს რომ ვაიდა რაღაცა მოხდეს,
მაინც უნდა იყოს გათვალისწინო ძალიან დიდი იმპაქტი ექნება ამას თელს გავლენა ტერიტორიაზე და ქალაქებზე. ჩვენთანაც დაიწყო თბილისში უკვე 40 და 50 სართულიანი. ჩვენთანაც დაიწყო და პროექტები დამტკიცდა უკვე. კი, როდესაც ეს დაიწყო ბრიტანელებს თვითონ არ ქონდათ ეს ნორმები და როგორც ჩვენსავით ეს ქართველებს დაიწყეს ნაკეთი ტყურება და მივიადგნენ ამერიკელებს ყველაზე დიდი გამოცდილება ჰქონდათ იქით დასავლეთ სანაპირო მთლიანად სან ანდრეასის რღვევა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რღვევა არის დედამიწაზე. ეს არის წყნარი ოკეანის ერთი მხარე არის სან ანდრეასი და მეორე მხარე იაპონიის მხარე. ანუ სადაც ყველაზე დიდი მიწისძვრები ხდება დედამიწაზე. და ცუნამებიც კი და მოკლედ ძალიან ეს სტიქიური მოვლენები და ბრიტანელებმა დაიხმარა ესე ვთქვათ ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორები და მათი ესე ვთქვათ გამოცდილება და ბრიტის სტანდარტები შეიმუშავეს თავიანთი ქვეყნისთვის, რომელიც მერე თავის მხრივ გახდა, იმიტომ რომ მაშინ ბრიტანეთი იყო, ინგლისი იყო ევროკავშირის წევრი და თავიანთი ეროვნული ევროკოდის დანართი გახდა ის ბრიტის სტანდარტი, რომელიც მათ შეიმუშავეს. და ჩვენც ანუ რომელიღაცას უნდა მივევათ ესე ვთქვათ რა, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ჩვენდვე დავამუშავოთ ჯერ ერთი ამის აღარა გვაქვს სამწუხაროდ სამეცნიერო ბაზა სამწუხაროდ არა და არსებობდა საქართველოში არსებობდა საერთაშორისო ინსტიტუტი რომელიც იკვლევდა ამ ყველაფერს და რომელიც ამუშავებდა ნორმებს არა მარტო საქართველოს არამედ მაშინდელი საბჭოთა კავშირის დიდი ტერიტორიისთვის ამ საერთაშორისო ნორმების ერთ-ერთი შემდგენი იყო საქართველოში ეს კირია გზავრიევის სახელობის საერთაშორისო ინსტიტუტი. ну დღესდღეობით ის ფაქტიურად დაშლილი არის და აღარ არსებობს ეს სამეცნიერო ესე ვთქვათ ბაზა, რომელმაც შეიძლება რომ დამოუკიდებლად შეიმუშაოს თავიდან ბოლომდე საერთაშორისო ნორმები, ან ასევე სხვა ნორმები და ამიტომაც უნდა მოკლედ ავიღოთ გამოცდილება ევროპული. ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული სადღაც 2014-2015 წელს რა, სამინისტრო მიიღო ეგეთი გადაწყვეტილება ეკონომიკის და განვითარების სამინისტროს, მეც პატივი მხდა მაშინ მუშაობდი იქ და ამაში მონაწილეობის მიღება და იმის მერე ეს წავიდა ეს პროცესი და დღეისობით ფიქრობ რომ სწორია და ესე უნდა გაგრძელდეს, ანუ ეს ევროკოდები შემუშავდა რა ითარგმნა და გაკეთდა ეროვნული დანართები. თეილ რიგ ევროკოდების თავებზე ესე ვთქვათ. ამ პროცესში სხვათა შორის იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩართულები, მათ შორის ინგლისელები, მათ შორის იტალიელები, რომლებიც რაღაცნაირად გვეხმარებოდნენ და დღესაც არის რაღაცა კავშირები, რომლებიც გვეხმარებიან ამ ნორმების ესე ვთქვათ ადაპტაციაში და ჩვენს ქართულ რეალობაში მორგებაში. და ეს არის ერთ-ერთი მოკლედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როდესაც მიიღება ეს ევროკოდი, მაშინვე რა თქმა უნდა, რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ სავალდებულო გახდება, იმიტომ რომ ეს რაღაც პერიოდი უნდა იქნას მიცემული ინჟინერებისთვის, რომ ეს ისწავლონ და დაამკვიდრონ პრაქტიკაში. და ნუ სამშენებლო ეს ვთქვათ სფერო პროექტირების სფერო ამაღლდება მაგ კუთხით, ან უსაფრთხოების კუთხით გახდება უფრო უკეთესი. იმიტომ რომ დღესდღეობით მე არ ვამბობ იმას, რომ 2009 წელს მიღებული ნორმები ცუდია ცალსახად. არა, ის თავის დროისთვის ძალიან კარგი იყო, მაგრამ როგორც ყველაფერი ვითარდება და ისეც ვითარდება და ეს აუცილებლად ეს პროცესი ჩვეულებრივი ამბავი. იგივე ევროკოდი თვითონ ვითარდება და რაღაც წლების შემდეგ განახლდება და ისიც უნდა მივიღოთ განახლებული. ამიტომაც ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და ეს დაინერგოს დღეს ეგ სტანდარტი რეალურად გააძვირებს მშენებლობას და შესაბამისად ბინის ფასებს. ხო, ამაზე ძალიან ბევრი საუბრები იყო ხოლმე. მე ვფიქრობ, რომ ზოგადად ასე კი ვიცით, რომ ნებისმიერი შემდეგი რეგულაცია რაღაც სართულებს შესაბამისად აძვირებს და შემდეგ, მაგრამ ეს კონკრეტულად კი, მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად გააძვირებს. მაგრამ ესე არ უნდა მივიღოთ, რომ აი ყველაფერი გაძვირდება. არა, ჯერ ეს ერთი სამშენებლო სფერო ხა არავის არ არის საიდუმლო, რომ ძალიან მაღალი მარჟით გამოირჩევა. ძალიან მაღალი მარჟით. შესაბამისად, თუ კი რაღაცა გაძვირდება. ჩვენთან თუ ზოგადად? ჩვენთან განსაკუთრებით, ზოგადად ალბათ ისე არა, ევროპაში არ ამგონია ესეთი დიდი მარჟა კონდეს სამშენებლო სექტორს. ხო, მარჟა ანუ გავმარტოთ. მარჟა უშუალოდ სხვაობა ფაშის ყიდის და რაც დაუჟდა აშენება. კი, ზუსტად ეგრე. კი, ანუ განსხვავება რა, ხო, მოგება ესე ვთქვათ, რა, მოგება სტოვებს ძალიან დიდ სამშენებლო სფერო. ეს არავის არ არის საიდუმლო და ეს ჩანს კიდევაც რომ გაიხელოს ყველგან მშენებლობა და ეს იმიტომაც არის შეშენდება ეს ეკონომიკის რა ქვია ფარული ხელით, ბაზრით და ასე შემდეგ განსხვავებას არეგულირებს და ეგრეც არის. ამიტომაც მე ვფიქრობ რომ გაძვირება, აი ის გაძვირება, რაც პირობითად რკინა-ბეტონის ნაწილში, ანუ ის რაც არის მზიდი ნაწილი, რაც პირდაპირ კავშირში არის სეისმურობასთან, ხო, იმაში გაძვირება იქნება ძალიან მცირე. ანუ ძალიან უხეშად რა ვთქვათ, თუ კი შენობა ჯდებოდა რაღაც 1 ლარი, შეიძლება დაჯდეს ლარი და 10 თეთრი, მაგრამ მეორე მხრივ მდგრადობა იქნება ბევრად უფრო
მაღალი, ასე ვთქვათ, უკეთესი და იმ 1 თუ 10 თეთრის კომპენსირება შეიძლება სხვა რაღაცაში მოხდეს. ანუ მაგალითად არ იყოს, არ ვიცი, მოპირკეთების მასალები ისეთი, როგორც იქნებოდა სხვა შემთხვევაში. არ იყოს, არ ვიცი, რაღაცა საღებავი გამოყენებული ისეთი, ანუ რაღაცაში შეიძლება მაგის კომპენსირება ყოველთვის რა. ეგ ერთი. აი კონკრეტულად როგორ რის გამო გააძვირებს თუ დავიჯერებთ რომ ყველა კეთილსინდისიერად აშენებს თუ მაინც იცავენ ამ სტანდარტებს კი თუ გავუძვიროთ ესე ნიშნავს რომ არ იცავდნენ ხო? ხო, მაგრამ ნახე როგორ ავტომატურად ეგრე გამოდის? ავტომატურად ეგრე არ გამოდის, მაგრამ მოთხოვნა გაიზრდება რა. ანუ თუ აქამდე ჩვენ მოთხოვნა ქონდა მაგალითად ბეტონის ხარისხი უნდა ყოფილიყო რაღაცა, ჩვენ ახლა გვექნება მოთხოვნა რომ ბეტონის ხარისხი უნდა იყოს უფრო მაღალი უბრალოდ, ანუ ის თავის დროზე არ იყო ცუდი, ესე ვთქვათ, მაგრამ რადგანაც განვითარდა ეს ყველაფერი, ბეტონის ტექნოლოგიაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მაღალი სიმტკიცის ბეტონი იქნას მიღებული, უფრო მაღალი სიმტკიცის ბეტონს გამოვიყენებთ. მით უმეტეს ახლა როგორც ამბობთ, სათამბჯენების მშენებლობა გულისხმობს, რომ ძალიან მაღალი სიმტკიცის ბეტონი უნდა იქნას მიღებული და ქარხნებიც ნელა-ნელა ამისკენ მიდიან. ეს ნიშნავს, რომ ლაბორატორიებს, რომელიც ამოწმებენ ამ ბეტონს, მათაც უნდა მოახდინონ ადაპტირება ამ ევრო ნორმების მთელი სისტემა უნდა გადაეწყოს და ამას დაჭირდება რაღაც დამატებითი ინვესტირებები. ამას დაჭირდება რაღაც დამატებითი თანხა და მე ამ თანხის ამოღება დაჭირდება და შესაძლოა აი ეს გააძვირებს რაღაც ნაწილში. ეს ერთი ფაქტორი. მაგრამ ჯობია იყიდო 80 კვადრატული და კარგად აშენებული, ვიდრე 90 და არ იცოდი რა არის აშენებული. ზუსტად ეგრე არის. და ეს ყველაფერი მე ვფიქრობ, რომ ასევე გარდა იმისა, აქ კიდე ძალიან დიდი ბაზარი იხსნება თავის მხრივ თვითონ დამპროექტებლებისთვის. ანუ ევროკოდს თუ ისწავლის ქართული კომპანიები კარგად და დააპროექტებენ ევროკოდებით, ეგ ნიშნავს იმას, რომ შესაძლებლობა ექნებათ, რომ აპროექტონ იტალიაშიც. და რა ვიცი, ჩვეულებრივ შეიძლება აპროექტონ, რა ვიცი, ეგ თან დღევანდელ დღეს მით უმეტეს ყველა დისტანციურად მუშაობს და ანუ არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. პირადად ვიცი, შენც კი, ჩვენც გქონდა ეგ, ჩვენც გქონდა ეგ ბედნიერება და ჩვენს კომპანიას, ესე ვთქვათ, დაუპროექტებია. რა კომპანია ეს პარალელურად? ჩემი კომპანია, ჩვენი კომპანია არის პროგრესი, საპროექტო ორგანიზაცია, რომელიც ერთ-ერთი არის დაფუძნებლებში, რომელიც დააფუძნა ასოციაცია. კიდევ არის ჩვენი პარტნიორი კომპანიები და ერთად მოკლედ დავაფუძნეთ ეს ასოციაცია. სწორედ მიზანიც ეგ იყო, რომ ანუ რაღაცნაირად კვალიფიკაცია აგვემაღლებინა ამ სფეროში მოღვაწე ინჟინრებისთვის და რაღაცა ევროპაშიც გაქვთ დაპროექტებული შენობები. კი, ევროპაში არა მარტო ჩვენ, სხვა ჩვენს ასე ვთქვათ პარტნიორ კომპანიებს, ჩვენ კონკურენტებს არ ვეძახით ერთმანეთს, თუმცა რეალურად ეგრე არის, მაგრამ ჩვენ მაინც პარტნიორები ვართ, იმიტომ სფერო ძალიან მცირეა სინამდვილეში და ყველას ვიცნობ და ყველა ერთმანეთის მეგობრები ვართ ასე თუ ისე და ამიტომ გვინდა რომ ერთმანეთის კვალიფიკაცია ავწიოთ, რომ უკეთესად ვაპროექტოთ ეს შენობები ზოგადად და მათ შორის კი საქართველოს გარეთაც. და ბევრს აქვს დაპროექტებული საქართველოს გარეთ და ეს ძალიან დიდი ბაზარი არის. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთან ჯერ კიდევ მაინც საპროექტო ღირებულება არ არის ისეთი მაღალი, როგორც ევროპაშია. ამიტომაც ესეც ესე ვთქვათ დამატებითი ბენეფიტი არის ევროკოდების მიღების შემდეგ, იმიტომ რომ სავალდებულო გახდება ამის შესწავლა კარგად და შესაძლებლობა იქნება რომ ევროპაშიც მოხდეს პროექტირება. მაგრამ რომ დავბრუნდეთ საქართველოში ახლა ხო, ან ჩვენთან ევროკოდების მიღება რა თქმა უნდა გააუმჯობესებს ხარისხს, ცოტათი როგორც ვთქვით, ალბათ მოუმატებს ღირებულებას, მაგრამ ეს არ იქნება არაფერი კატასტროფული, თან იმ ღირებულებებში, რა ღირებულებებშიც იყიდება დღეს ფართები საქართველოში ახალმშენებარე შენობებში და როგორი არის მათი ღირებულება აშენების, სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ მასალებიდან, ხარისხიდან გამომდინარე, მაგრამ მაინც საკმაოდ დიდია ის სხვაობა რა, ანუ არ ამგონია, რომ ამის გამო ვიღაცამ უარი თქვას ამ ბიზნესში გაგრძელებაზე. მინიმუმ 3-ჯერ მეტი ხომ მაინც არის ხოლმე. ხო, 2-ჯერ მეტის რო თქვა და ამის გაძვირება იგულისხმება, რა ვიცი, 10%-ის 20% მაქსიმუმ ალბათ ესე რა. ამაზე არსებობს სხვადასხვა კვლევები სხვათა შორის და ამაზე მეტად გაძვირებას არავინ არ პროგნოზირებს რა. ცოტა ძველ შენობებსო დაუბრუნდეთ, ეს ექსპლუატაციის ვადა რაღაც ესე პირობითად აქვს ხოლმე ხო, თუნდაც ის ხუშოვკა იქნება თუ ჩახური პროექტი თუ ძველი თითქმის კორპუსები. ეგ ვადა ძალიან ბუნდოვანია ხო, ანუ ეგეც ბუნდოვანია სინამდვილეში რომ გამოვიდა თუ არ წყობიდან მასლა სამად დაიბზარება და რაღაცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შენობის ექსპლუატაციას. ანუ როგორც რა ვიცი, ავტომანქანა შეიძლება იყიდოს სალონიდან გამოიყვანო და მეორე დღესვე გააფუჭო, იმიტომ რომ არ ვიცი, ან რაღაცას დაეჯახო, ან რაღაცას ეთი არ გამოცვალო და მოკლედ გააფუჭო და შეიძლება იმდენი ხანი ძალიან კარგად მოუვარო მანქანას, რომ რა ვიცი, 1 მილიონი კონდეს გარბენი და
უკეთეს, ანუ ექსპლუატაციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ხშირად სამწუხაროდ ჩვენთან ამას არ ექცევა ყურადღება. ევროკავშირის ქვეყნებში არის ძალიან დამკვიდრებული ეგრეთ წოდებული კონდომინიუმების პრაქტიკა. რაც ნიშნავს იმას, რომ აი ამხანაგ ჩვენთან რაც არის ამხანაგო ბინახის საკუთრება ამხანაგობები, რომლებიც ვალდებულები არიან მოუვარონ თავის შენობას, ანუ რაღაცა ეტაპობრივი გამოკვლევები აწარმოონ შენობის, რაღაცა იქ არ ვიცი სახურავის გაფუჭების შენობა, ამ წყალი არ უნდა ჩადიოდეს საძირკველში, ამის კონტროლი მიდის. ანუ ესეთი ტიპის ექსპლუატაცია, სწორი შენობის ექსპლუატაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის რომ შენობა გახდა 60 წლის, ცალსახად არ ნიშნავს იმას, რომ ისი ვადა არის ამოწურული. თუმცა სწორია, როდესაც შენდებოდა 60 წლის წინანდელი შენობები, იქ მაშინდელ ნორმებში ეწერა, რომ შენობის საცხოვრებელი შენობის საექსპლუატაციო ვადა არის 70 წელი, არა უმეტეს 70 წლის. მაგრამ არ ნიშნავს ეს, რომ 70 წლის მერე დაინგრევა ეს შენობები. უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ სწორი ექსპლუატაციის პირობებში 70 წლამდე აუცილებლად ის იქნება. უფრო მეც გეტყვით ზოგადად კინობეტონის ბოდიში ალბათ რომ იცი 70 წელი რაღაცას ნანახემანი უნდა კონდეს რომ ესეთივე 70 წლის წინ აშენდა და ზუსტად კი და 70 წლის წინ არის ხო ყველა საინტერესო ზოგადად კინობეტონი როგორც ესეთი როგორც სამშენებლო მასალა სულ რაღაც 100 წელია რაც არის გამოგონებული 100-120 წელი რა ანუ მეტი არა ანუ მე-19 საუკუნის ბოლოს მე-20 საუკუნის დასაწყისში იქნა გამოგონებული და რეალურად შენებლობები დაიწყო სადღაც 1930-იან წლებში რა კინობეტონის შენობების ანუ გამოცდილებაც არ არის ეგეთ თუმცა ერთადერთი რაც ვიცით არის ის რომ ბეტონი თავისი ესე ვთქვათ არსებობის განმავლობაში მარკას ყოველთვის უმატებს, არ კლებულობს, ანუ ვინა ბეტონის შენობა, ანუ რაც უფრო დრო გადის, მარკაში მარკა, ანუ მარკიანოს გულისხმობ ხარისხს ბეტონის მატულობს. ყოველთვის ამ დროთა განმავლობაში, ანუ 10 წლის ბეტონი უფრო უარესია, ვიდრე 50 წლის ბეტონი მაგალითად. ოღონდ თუ კი არის ის კარგი ექსპლუატაციის პირობებში, რა თქმა უნდა. კარგი ექსპლუატაციის პირობები ეგ იგულისხმება ზუსტად რომ რაღაც საძირკველში არ უნდა ჩავიდეს წყალი მაგალითად, არ უნდა იყოს რაღაც მუდმივი ვიბრაციები იმის გვერდზე, არ უნდა ვიღაცამ კარი არ უნდა გამოჭრას იქ სადაც არ არის გამოსაჭრელი, სახურავს ჭირდება მოვლა, ლიფტს ჭირდება მოვლა, ანუ ჩამაგრების კვანძები ყოველთვის ლიფტი ხომ მოძრაობს, უნდა იქნას რაღაც შემოწმებული პერიოდულად და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს შენობის სწორ ექსპლუატაციას და თუ კი სწორად იქნება შენობა ექსპლუატირებული, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რკინაბეტონის შენობებს არაფერი განსაკუთრებული არ მოვა. ფოლადის შენობებს ჭირდება სხვანაირი ექსპლუატაცია ჭირდება იქ სახანძრო უსაფრთხოების კუთხით ანტიკოროზიული და ანტისახანძრო საღებავებით დაფარვა ფოლადის შენობებს, აი მაგალითად სავაჭრო ცენტრები დიდი რომელიც არის ფოლადის შენობები ძირითადად აეროპორტები მან ჩვენი აეროპორტიც ფოლადის შენობა არის ძირითადად. ამათ ჭირდებათ მოვლა ცოტა სხვანაირი რა. და ამის ნორმებიც არსებობს, როგორ უნდა მოხდეს სწორი ექსპლუატაცია და სწორი ექსპლუატაციის პირობებში არაფერი იმას არ დაემართება, ესე ვთქვათ, მაგრამ ეგეთ პრობლემა არის, ხა ჩვენ დღესაც რო დავიწყოთ კარგად მოვლა, ხო ჩვენ სულ არ ვიცით 90-იან წლებში, 2000-იან წლებში ჩვენ შენობებს, რომელიც 70 წელს იყო აშენებული, 1970 წელს რა ექსპლუატაცია ქონდა, ხო ვინსად რა გამოჭრა, ვინსად რა მიაშენა, ვინსად რა მოაშენა და საერთოდ როგორ მოხდა ეს მიშენებები 2000 მაშინაშენებაში ცხოვრობ. ხო 2007 წელს იყო კანონი მიღებული ლეგალიზების შესახებ, რომელმაც ლეგალური გახადა ყველა მიშენებები, რაც 90-იან წლებამდე, 90-იან წლებში რაც მოხდა. ისე რომ მათი კონსტრუქციული მდგრადობა არავის არ შემოწმებია. ანუ უბრალოდ ფართებით დარეგისტრებით მოხდა მათი ლეგალიზება. რაც არ ვიცი, ანუ კიდევ მე არ ვაფასებ, შეიძლება სწორი იყო, შეიძლება არასწორი იყო ეს გადაწყვეტილება. მე მაინც მგონია უფრო სწორი იყო რა, იმიტომ რომ მაშინ შეუძლებელი იყო ამ ყველაფრის შეფასება, მაგრამ თვითონ მთელი თბილისი ეგეთია რა და ძველი კორპუსები და ხო შეუძლებელია მაგის ახლა ესე ყველა არც მაგალითად რესურსი არ ქონდა სახელმწიფოს რომ ახლა ესე ყველა შეეფასებინა მაგრამ ხო ეგრე მოხდა რა ანუ დაშენებები მიშენებები მოშენებები გვერდზე არ ვიცი რაღაცა გამოჭრა როგორ არის ექსპლუატაცია შენობის ხო აი ბათუმში რომ მოხდა ტრაგედია კიდე ეგეც ხო ბათუმში საშინელი ტრაგედია გამოჭრის ბრალი იყო საყდენი კედლების კონკრეტულად იქ საერთოდ კატასტროფა მოხდა იმ კუთხით რომ მზიდი კედლები იყო ამ მზიდი კედლებში დაიწყეს გამოჭრა ღიობის და ამ ღიობის გამოჭრის პროცესში დაიწყო შენობა ჯდენა აი იქ რაღაცა კუსტარულად დაიწყეს რაღაცა გარების შეყუდება ის გარების ჩაიღუნა რა თქმა უნდა გამოიქცენ და შენობა დაინგრა ანუ ფაქტობრივად ძალით დაანგრიეს ის შენობა უბრალოდ უცოდინრობით დაანგრიეს ანუ ეხა იმათ ძალით კი არ უნდა რა თქმა უნდა ხო მაგრამ უცოდინრობით რა და ის რომ უცოდინარი კონკრეტული რაღაც საქმის უცოდინარი ადამიანები რაღაც იმ კონკრეტულ საქმეში არიან რომელიც პირდაპირ კავშირში არის ადამიანების უსაფრთხოებასთან ну ეს კატასტროფა ეხა სიტყვაზე მე არა ვარ პიანისტი მაგრამ რო ვიყო პიანისტი და რომ მქონდეს კონცერტი და რაღაცა ნოტები შემეშალოს უდიდესი პატივისცემით ყველა პიანისტთან ну შემეშლება ნოტები მაგრამ ამით არავინ არ
გარდაიცვალა. მარტო შენ დაზარალდები. მარტო მე დაზარალდები და აღმოჩნდები ძალიან დაბალი კონცერტზე აღარ დაგიძახები. რა თქმა უნდა, კი არ დამიძახები შემდეგ კონცერტზე, მაგრამ როდესაც მშენებელი აკეთებს რაღაცას და დარწმუნებულია რომ თან სწორად აკეთებს ამას და სინამდვილეში არასწორად აკეთებს, აქ უკვე რაღაც სისტემური პრობლემა არის. ესე იგი, რაღაც სახელმწიფო არ ახდენს სწორ მონიტორინგს, ესე იგი, მისას არ ახდენს, არ ვიცი, მის კვალიფიკაციის კონტროლს არ ახდენს, აი რაღაცაში არის საქმე რა და იქ უკვე სხვა რაღაც მექანიზმები უნდა ჩაერთოს რა. ეს გლობალური საკითხი არის რა ძალიან და ძალიან პრობლემური რა. ხო და ესეთი დიდი სისტემური ცვლილებები უნდა რა ესე ადვილად როგორ მოგვარდება ეგეთი საკითხია, მაგრამ მოკლედ აი დღეს ვინც გვისმენს და ვინც აპირებს მინის ყიდვას რეალურად რა ბერკეტი აქვს იმისთვის რომ ოდნავ მაინც მშვიდად იყოს რომ აი რაღაც ახალ ბინას რო ყიდულობს ან ეძებს და არჩევს რომელი იყიდოს რომ რაღაცა ვიცოდეთ რომ ორი კორპუსი შენდება რომელი ჯობია რა ძალიან რთულია აი ხა მაგალითად წეგან ვამბობდი იმას რომ ჩემმა დამდამირეკა ამოდენიმე დღის წინ და მეკითხება რომ მოკლედ უბრალოდ ჩემ მეგობარს უნდა ყიდვა და ერთ-ერთ რაღაცა სამშენებლო კომპანიაზე მეკითხება ის სამშენებლო კომპანია თუ იცოდა მე მაშინ თუ ზუსტად ჩვენ რაზე ვსაუბრობთ იმაზე წავედი რომ მეთქი აი გრადობა რაღაც და ამან მითხრა რომ ეგო კი არ მაინტერესებს თუ ეგო სხვა ამბავია მე მაინტერესებს საერთოდ დაამთავრებს თუ არა მშენებლობას ანუ სხვა რაღაცაზე ვარ კონცენტრირებული იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ცუდი გამოცდილება ჩვენ ვიცით ცენტრ პოინტი აშენებდა და გაჩერდა და უამრავი ხალხი არის დაზარალებული მაგით და ძალიან ბევრი კომპანიები სამწუხაროდ იწყებენ მშენებლობას იყიდიან ბინებს და მერე ჩერდებიან ვერ ამთავრებენ პირობებს ვერ ასრულებენ აგვიანებენ და ნუ აი ამაზე უფრო მეტად გვიწევს ხოლმე ფიქრი რომ აი დაამთავრებს კი იმ ვადაში რა ვადაშიც შენ პირდა ესე იგი მე რაღაც კრედიტი უნდა ვიხადო და უფრო მეტხანს ვიხდი თუ არა იმიტომ პარალელურად ქირას ვიხდი აი ამაზე უფრო ესე ვთქვათ კონცენტრირებულები ვართ მაშინ როდესაც რეალური რაცაც არის სანერვიულო ის ესე ვთქვათ ცოტა მიღმა რჩება და რეალური ეგ არის კი როგორ შევამოწმოთ აი ბავშვად ორი კორპუსი არის მშენებარე რომელი ჯობია რომელს ჩემი ესე ვთქვათ რჩევა იქნებოდა ისეთი რომ საბედნიეროდ ყველა მშენებლობის ესე ვთქვათ დოკუმენტაცია სამშენებლო დოკუმენტაცია არის საჯარო საქართველოში ეს ძალიან კარგია არის ვებგვერდები ამისთვის მაგალითად თბილისში ეს არის TAS.G ან TAS.G ეგრეთ წოდებული თბილისის architectural service G ანუ სადაც შეგიძლიათ ნახოთ ატვირთული და ნებართვები გაცემულია როდის არის გაცემული ნებართვა ვინ არის მშენებელი ვინ არის მეპატრონე უბრალოდ ვინ არის არქიტექტორი ვინ არის კონსტრუქტორი ვინ არის გეოლოგი ნახოთ ეს პროექტები მათი ნახოთ საექსპერტო დასკვნები მათი და კალენდარული გრაფიკი მშენებლობის მაგალითად როდის დაიწყო როდის უნდა დამთავრდეს საექსპერტო დასკვნები ვისი დასკვნა არის ეგეც ხო კი ეგეც თან ამ დოკუმენტების აღქმა არამცოდნი ადამიანისთვის ძნელია წაკითხვა აქედან შინაარსის გამოტანა რა ცოტა ძნელი ამიტომაც ალბათ უმჯობესი არის რომ ნუ რაც შეიძლება ინახოს ეგ არის მაგალითად კალენდარული გრაფიკი რამდენად მიყვება ეს სიტყვაზე იქ წერია რაღაც საძირკვლის მოწყობა რაღაც 1 თვე პირობითად თამობდა თუ შემცვლელო კომპანია აკეთებს საძირკველს 5 თვე ესე იგი რაღაც პრობლემა არის ხო შეიძლება დაფინანსები შეიძლება ცოდნის შეიძლება მუშახელის შეიძლება მაგრამ რაღაცის პრობლემა არის და ამით შეიძლება ცოტათი რაღაცა ესე ვთქვათ წარმოდგენა შეიქმნას ადამიანმა. მეორე ხო მართალი არის კი ამის წაკითხვა ძნელია არქიტექტურულ გეგმებს ახლა ყველა ვერ წაიგებს შეიძლება ChatGPT-ს აუტვირთო და უკვე შეიძლება მოკლედ გითხრას კი ვინმე ალბათ შეიძლება კონსულტანტი ვიღაცა ვინც ამ სფეროში ან კონსტრუქტორი იგივე არ ვიცი არქიტექტორი ვინც ამ სფეროში მოღვაწე არის მას დაეკითხო რამდენად არის ესა თუ ის კომპანია თუ ესა თუ ის კონსტრუქტორი კვალიფიციური აი ისევ იმას ვაწყდებით არა გვაქვს სერტიფიცირება შესაბამისად კი ყველას შეუძლია მშენებლის რეპუტაციაზე ვართ დამოკიდებული მშენებლის რეპუტაციაზე და რამდენად ბევრი აქვს იქამდე გაკეთებული გამოცდილებაზე ხო რაღაცა ამაზე თუმცა კიდევ ხო გამოცდილება სულაც არ ნიშნავს რომ თუ 10 აქვს აშენებული შეიძლება 10-ივე ცუდად იყოს აშენებული და სულაც არ იყოს კარგად მაგრამ რაღაცნაირად ესეთი კრიტერიუმები რაღაც ცოტა კუსტარული ესე ვთქვათ ალბათ უნდა ამას მივმართოთ რა მაგრამ კარგია რომ ეს საჯარო რო არის ეს ძალიან კაი რაღაცა ასოციაცია რო შეიქმნას ან რაღაცა კერძო ორგანიზაცია რომელიც ამ დასკვნებს გასცემს ნუ ვერ დავალდებულებს ის ორგანიზაციებს მაგრამ იმდენად ავტორიტეტული გახდეს რომ პირიქით მშენებლებს მოუნდეთ რომ ეს სერტიფიკატი ქონდეთ ასე ვთქვათ ამ ორგანიზაციის ან ასოციაციის სხვათა შორის არის ევროპაში არის მაგის პრაქტიკა რა თქმა უნდა ეხ
ესე ვთქვათ, ბაზარი ძალიან განვითარებული არის და მოდიში რომ შენებელი რომ რეკლამას გამოდებს რომ შენდება ახალი корпуსი და იყიდეთ, ვაშენებთ ამ ადგილას ახალ корпуსს ვთქვათ რაღაც კომპანია, იქვე რომ თქვა ასენ მიაწეროს რომ გამოჩნდეს რომ თან ეს არის გვაქვს აი ამის დასკვნა, ანუ ამ ორგანიზაციის რაღაცა არქიტექტორთა ასოციაციის ან სეისმოგრაფების ან რაც უნდა ერქვას, იმით დასკვნაც გვაქვს რომ ჩვენ ვაშენებთ რაღაც ევროპული სტანდარტებით ან ასე შემდეგ. ძალიან კარგი იდეა არის, ძალიან კარგი იდეა არის, მსგავსი პრაქტიკა ევროპაში არის, ჩვენთან სამწუხაროდ არ არის. სამწუხაროდ არ არის ეგეთი ორგანიზაციები, რომლებიც კი შეაფასებენ აი ესე ზუსტად და რაღაცა მაგალითად რეიტინგს გააკეთებენ ობიექტების რა და იტყვიან რომ აი მაგალითად ეს ესეთია, ესეთი არის. ეს კარგია, ეს ცუდია, რაღაც ქულების სისტემა იქნება დანერგილი სადაც ეს. ეს ძალიან კარგი იდეა არის. ამაზე ადრე გვიფიქრია, მაგრამ რაღაცა ჩვენ ამის ის არ ქონდა არც დრო და არც რაღაცა რესურსი რომ ეს გავკეთებინა, მაგრამ ეგ კარგი იდეაა და სწორედ ეს კაი ბიზნეს იდეა. ხო, ძნელი იქნება დაიყოლიო ამაზე მშენებლები, მაგრამ თუ რაღაც ავტორიტეტს მოიპოვებთ, მე უკვე იმათი ინტერესი იქნება რომ მოვიდნენ, იმიტომ რომ თუ აი არსადაც შემხედრია და არც ერთი მშენებელი ამას ხას არ უსვავს, რომ ისი შენობა რამდენად გამძლე არის. აი ამას ხას არ უსვავს არავინ. გაჩვენებენ დიზაინს, გაჩვენებენ რამდენ ოთახიანია, როგორი მოწყობილია, როგორი სკვერი ექნება, როგორი პარკინგი ექნება, მაგრამ რეალურად რამდენად შეესაბამება, რამდენ ესეც არა პროფესიონალურ ენაზე ვთქვათ, რამდენ ბალიანზეა გათვლილი, ამას არავინ ხას არ უსვამს რა და ეს ცოტა მეუცნაურება რა, რომ ეს ინფორმაცია არ არის ესეც საჯარო და ხელმისაწვდომი. რომ რაღაცნაირად რომ მიდიხარ გაყიდვების ოფისში, პირველი აგიხსნან რომ ეს არის საიმედო შენობა. ანუ სახელი პირველი კრიტერიუმის თავში მოდის აი ახალ საზოგადოებაში იყოს საიმედო. და მე კომფორტული, მე ლამაზი, მე რაღაცა ჯერ არის საიმედო. ამას გავყვირით ჩვენ აი ყველგან საერთოდ, მაგრამ არ ვიცი რატომღაც ჩვენ ბევრი სამშენებლო კომპანია გვეუბნება ეს რაღაცას რომ დეველოპერები რომ ვეუბნებით რომ მოდი ხო ზუსტად აი ამ კუთხით რაღაცა თქვენ შეძლებთ რომ რა თუნდაც მარკეტინგში სასაცილო სიტუაცია იყო ეგეთი რომ ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიას ვთხარი რომ მომეწონა მაგათ პროექტი და მე ვთხარი პროექტს გაიკეთებ და ბინა მომეცდეთ. ანუ პროექტის ღირებულება არის გაცილებით უფრო ნაკლები ვიდრე თუნდაც ერთოთახიანი ბინის ღირებულება იმ შენობაში რომ წარმოვიდგოთ მასშტაბები. ამიტომაც რაღაც ვთქვი მეთქი ბარტერი გავაკეთე რაღაც ისე და ხო და მეთქი თან მეთქი შენ გამოიყენებ ამას მარკეტინგში რომ აგერ შენი შენობის კონსტრუქტორი ცხოვრობს ამ სახლში ეს რაღაცა ძველი რომაელები ხიდის ქვეშ რო აყენებდნენ მეთქი ეგო რა თქმა უნდა ისეც მეყიდება. ხო ისეც მეყიდება ანუ არ არის მაგის საჭიროება. ხო და ეს არის ძალიან აი ელემენტარულად ცნობიერი ანუ ეს ცნობიერი შეიძლება ერთ დღეს შეიცვალოს ისე რომ ერთმანეთთან დაგვიფაროს და რაღაცა რომ მოხდეს მე დავინახოთ ამის საჭიროება აი რაღაცა ხო ჩვენ ესე ვართ რომ რაღაცა ტრაგედია რო დადგება მე ვიწყებთ იმაზე ლაპარაკს კი ზუსტად ესეა აი ხა შობის ტრაგედია გამახსენდა ორი დღის წინ ისეთი ძლიერი წვიმა იყო და დათბორილი იყო მთელი ქვეყანა და ხო ის ტრაგედია რო დადგა მე დავიწყეთ იმაზე ფიქრი რომ უნდა იყვნენ თუ არა სასტუმროები ამისთვის მე დაიწყო SMS-ები რომ მოგდის რომ თქვათ იყავით ცუდი ამინდები მოსავდნენ ეს მაგის მე დაიწყო ხო ანუ მე ვიწყებთ ხოლმე გადალაგებას ამ სისტემაზე და საერთოდ ადრე თუ გიან რაღაც მიწისძვრა მოხდება ძლიერი. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, აუცილებლად დიდი ხნის მერე და აუცილებლად მოხდება. ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, აც გარდაცვლილი, გურამ გაბრიჩიძე, ერთ-ერთი ესე ვთქვათ, დიდი მეცნიერი, რომელმაც დიდი წვლილი მიიღო სწორედ ამ ნორმების შემუშავებაში, აი რაც 2009 წელს რაც აქვს მიღებული ამ ნორმების. და მან მითხრა ესეთი რაღაცა წლების წინ, რომ გარანტიას გაძლევთ, აიო, მე გარანტიას გაძლევთ, რომ 21 საუკუნეში მოხდება 8-ბელიანი მიწისძვრა. და ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ 1900-იან წლების დასაწყისში მომხდარაო, ანუ გორში მაგალითად 1915-ში თუ 1920-ში რაღაც მოკლედ დასაწყისში, მე-20 მოხდა ძალიან ძლიერი მიწისძვრა. ეს ცნობილი გამონათქვამიც მაგას უკავშირდება. აი, ცნობილი გამონათქვამიც ზუსტად მაგას გორელები დადიხარ და გორი აქ არის, ხო, ყურისძირი. უბრალოდ მაშინ იმდენად რაჭაშიც ხო იყო ძლიერი მიწისძვრა. კი, იმდენად დაბალი იყო განაშენიანება გორშიც მათ შორის, რომ მიწისძვრამ იმდენად ვერ დაანგრია რა, იმიტომ რომ დაბალი იყო განაშენი, რაც უფრო მაღალი არის, მით უფრო მოწყვლადი არის რა მიწისძვრის მიმართ და ეხა დღეს ჩვენ ამ ხელაშენ და იმათ თქვა რომ გარანტირებულად გეუნები, იმიტომ რომ მომხდარაო. და რადგანაც მომხდარ, ესე იგი მომავალშიც მოხდება რა, ანუ
ჩვენ მარტივი ლოგიკა შესაძლებლობა არის ამ შესაძლებლობა არის და რეგიონში. რა თქმა უნდა, კი, რა თქმა უნდა. რაჭაშიც კი 91 წელს მოხდა რაჭაში ძალიან ძლიერი მიწისძვრა იყო ის და იქაც გაგვიმართლა ყველას რომ ეპიცენტრი არ იყო ზუსტად საცხოვრებელ ესე ვთქვათ ზონაში, ანუ სადღაც თასთან ახლოს იყო და ეს იყო უკვე შემდგომი ესე ვთქვათ გავრცელება ტალღის, რაც დაარტყა რაჭას და ზემოიმერეთს და უძლიერესი იყო. ანუ საერთოდ საქართველოს ტერიტორიაზე რაც კი დაყენებულა პირველი სეისმოგრაფი, იქიდან მოყოლებული დღემდე ყველაზე ძლიერი მიწისძვრა იყო ეგ მიწისძვრა. რაჭა? რაც ჩაიწერა სეისმოგრაფმა. კი, რაჭის მიწისძვრა. ყველაზე ძლიერი ეგ იყო. და რამდენი იყო? ბალიანობა მანდ იყო 9 ბალი, როგორც ესეთი და ჩანაწერების მიხედვით აჩქარება იყო დაახლოებით 0.45 ჟ. ეგ არის თუ არ ვწდები, ზუსტად ეგრე იყო დაახლოებით. ეგ არის, რო წარმოიდგინოთ, 1 ჟ არის თავისუფალი ვარდნის აჩქარება. აი იმის ნახევარი. ანუ თავისუფალი ვარდნის აჩქარება, ეხა უცებ რომ ჩვენ ესე ავჩქარდით, კედელზე მიგვაკრავს, ხო? აი წარმოიდგინე, იმის ნახევარი სიმძლავრე იყო. ხო, ანუ რეალურად ეგ არის იმის საზომი, რამდენად დამანგრეველია თუ არა, ხო? და რამდენი ბალია. კი, ზუსტად ეგ არის. ანუ აჩქარება როგორი იყო ზედაპირის, რა გრუნტის ზედაპირის. ანუ სადღაც სიღრმეში მიწისძვრები სუხდება. და მოხდება და ყოველთვის მოხდება, იმიტომ დედამიწა ტრიალებს, ეს ტექტონიკური ფილები ერთმანეთში შედის, გამოდის, ეს რაღაც სუბდუქციის ზონები არის, სადაც ეს ერთმანეთში მოძრაობს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ძალიან ხშირ შემთხვევაში ზედაპირამდე ვერ აღწევს ეს ტალღები. იმიტომ რომ იქ კლდოვანი ქანებია, იქ რაღაცა ის არის, ჩაცხრომა ხდება. მაგრამ თუ სადღაც აი ახლოს მოხდება ზედაპირთან, ხო, მაშინ აუცილებლად ამოაზევი და უკვე გააჩნია რა გრუნტებია, როგორ ამოივლის ამათ და რა ეფექტი იქნება ზედაპირზე. ეს არის ყველაზე, ანუ მშენებლების ყველაზე მნიშვნელოვანი. სეისმოლოგებისთვის ის მთელი პროცესები, რაც მიწის ქვეშ ხდება, ეგ არის მნიშვნელოვანი და უკვე ჩვენთვის მშენებლებისთვის ეს ზედაპირი. ეს ზედაპირი განისაზღვრება აჩქარებით. ანუ როგორი აჩქარება იქნება ტალღას. და ეს განივი ტალღა როცა გაივლის, სხვადასხვა გრუნტში სხვადასხვა აჩქარებას გამოიწვევს. და აი ამაზე ხდება უკვე გაანგარიშება. ეგ ზოგი გრუნტი აჩქარებს ამ ტალღას, ზოგი გრუნტი პირიქით შეანელებს ამ ტალღას და აი ამის საფუძველზე ხდება გაანგარიშებები. მაგრამ მიწისძვრა აუცილებლად მოხდება, რა თქმა უნდა, ცალსახად მოხდება. თბილისში თუ არის დაყოფილი უბნები, სადაც თბილისში როგორც თავიდან ვთქვით, ესეთი გრუნტი არა, რომელიც უფრო მეტად უძლებს ასე ვთქვით. დღევანდელი რუკით თბილისი არის მთლიანად 0.17 ჟ აჩქარების დღევანდელი რუკით. ეხლა რასაც ამბობენ, რაც ვთქვი, რომ 2018-2019-ში რომ მოხდა გამოკვლევა, მეცნიერები ამბობენ, რომ 0.17-ზე უფრო მეტია, 0.23, 0.25-იან დაახლოებით, რაღაც 1.5-ჯერ უფრო მეტი მოსალოდნელი მიწისძვრა იქნება. ეს ზუსტად აი ამ ჩანაწერების საფუძველზე ხდება. ცალკე უბნებად არ არის დაყოფილი, მთლიანობაში არის, მაგრამ ცალკე უბნებად სავალდებულო არის, თუ კი შენობა არის 12 სართულზე უფრო მაღალი, კონკრეტულ უბანზე მოხდეს გეოფიზიკური კვლევა, კონკრეტულ უბანზე, იმიტომ რომ აი რაც სადაც უნდა აშენდეს უშუალოდ იქ, იმიტომ რომ როგორც თქვია, ეს 30 მეტრიანი ფენა გრუნტის, რაც არის შენობის ქვეშ, ან აძლიერებს მიწისძვრის ეფექტს, ან პირიქით ამცირებს მიწისძვრის ეფექტს. თუ კლდოვანი ქანია, ის ამცირებს მიწისძვრის ეფექტს და თუ რბილი ქანი არის, თიხები, ქვიშები რაღაცა, ის პირიქით აძლიერებს. თუ გაწყლოვანებული თუ არის, გათხიერებული კიდევ, ну, მოკლედ სხვადასხვა ისინი არის გეოლოგიური, ასე ვთქვათ, პარამეტრები, რომლის მიხედვითაც შენობის გაანგარიშება მე საბოლოოში უნდა მოხდეს. და თუ 12 სართულზე მეტია, სავალდებულო არის ჩვენი ნორმებით, ჩვენი კანონმდებლობით, ასე ვთქვათ, რომ მოხდეს ადგილზე გეოფიზიკური კვლევის გაკეთება, თუ რამდენად აი 0.17-ჟეს გააძლიერებს თუ შეასუსტებს ის გრუნტი, რომელიც მანდ არის. ანუ ესე ყველაზე ერთნაირად თუ 12 სართულზე მეტია, როგორც ვთქვით, ზოგადად პრინციპულად უფრო დაბალ შენობებზე ნაკლები არის სეისმური ზემოქმედება. და ნუ შესაბამისად იქ არ არის სავალდებულო. საერთოდ ქართველები ისტორიულად, ანუ ცუდი მშენებლები არა ვართ რა. პირიქით, ანუ მიუხედავად იმისა, რომ სეისმური ზონა არის, ჩვენ გვაქვს უამრავი ძველი ძეგლები, ესე ვთქვათ, ეკლესიები, მაგალითად სვეტიცხოველი, მაგალითად ჯვრის მონასტერი, მაგალითად აჩისხატი თბილისში, რომელიც მე-4 საუკუნის ძეგლი არის და დგას. ხო, კაცმარეთის რამდენი მიწისძვრა გადაიტანა, ხო. ეგ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა ესე ვთქვათ, ცოდნა და გამოცდილება არსებობდა ჩვენს ხუროთმოძღვრებაში. მართალია, ბევრი არა გვაქვს საცხოვრებელი სახლები, ეგეთი ძველი, მაგრამ ეს ალბათ იმის ბრალია, რომ ბევრჯერ შემოსევები იყო და გადაგვიწვეს ქალაქები და რაღაცა ნაკლებად მიწისძვრების. მაგრამ ეს შენობები შენარჩუნებული არის, ძირითადად პრინციპი იყო ესეთი, რომ რაც განიერ კედლებს აშენებდნენ, განიერი კედლები კარგად მუშაობს მიწისძვრაზე და ნუ რაღაც ძირითადი პრინციპები დაცული იყო და მაგიტომაც დგას. ანუ ძირითადი პრინციპების დაცვა სულ რო
აი რაღაც ძალიან ბევრი რაღაცები რო არ ჩაერთოს ესე ვთქვათ, ხო, იმის დაცვა უკვე რაღაცა მინიმალურ სეისმურ უსაფრთხოებას ანიჭებს შენობას რა. ოღონდ კიდევ ერთხელ ამას თავისი ცოდნა ჭირდება რა, ეს არ არის ისე რომ აი მოდი რასაც მინდა როგორც მინდა ისე გავაკეთებ. არა, ამას ჭირდება და ვისაც მინდა იმას გავაკეთებ. არა, ამას ჭირდება რაღაც გარკვეული ცოდნა, ამას ჭირდება გამოცდილება, ამას ჭირდება შესაბამისი, ესე ვთქვათ, skills როგორ არის ხო რაღაცა რაღაც ცოდნა, უნარები ვერ გავიხსენ ესე. ხო, ესეთი რაღაცაც გამიგია, რომ არსებობს რაღაც მიწისძვრის სახეობა ერთი, რომელიც დაბალ შენობებს უფრო ერჩის და მეორე უფრო მაღალ შენობებს. არის ამაში სხვაობა? არის, კი, არის, ეგ არის სიჩქარე. ზუსტადაც, ანუ საერთოდ ითვლება, რომ რაც უფრო სწრაფად გაივლის მიწისძვრა, მით ნაკლებად შეეხება ის მაღალ შენობას. ანუ სწრაფად თუ გაიარა, მაღალი შენობა ვერ ასწრებს აქედიქით განახრას რა, იმიტომ თავის რხევის პერიოდი აქვს რაღაც დიდი და მოკლედ ეს როცა გაივლის ვერ მოასწრებს უბრალოდ ფიზიკურად, თუ ძალიან სწრაფად თუ გაიარა. მაგრამ თუ პატარა შენობას დაარტყა სწრაფად, დაბალი არის და მაშინვე დაიწყებს განავრას და იმას უფრო მეტად დაანგრევს. ეგრე ითვლება რა. და პირიქით თუ ნელი იქნება, ნელა გაივლის, ანუ დაბალი შენობა ნელა გადაიხრება, ნელა გადმოიხრება და არ დაინგრევა და მაღალი შენობა კიდე ნელა წავა და ნელა წავა, ვეღარ წამოვა უკან და დაინგრევა. ანუ ეგ არის რა თქმა უნდა ტალღის ანუ გავრცელების სიჩქარე რა ანუ ტალღის სიგრძის კი ეგრე არის ნამდვილად ეგრე არის თუმცა მთლიანობაში მაინც უფრო აი ესე ვთქვათ მოწყვლადი მაინც უფრო მაღალი შენობები არის მიწისძვრაზე ოღონდ ისიც რაღაც სიმაღლემდე რაღაც სიმაღლეზე უფრო მეტად რაღაც სიმაღლეზე უფრო მაღალი თუ არის იქ მე ქარი იჩენს ძალიან ანუ რაღაც 200 მეტრის მაღლა ფაქტიურად სულ ქარს გავლენა გაცილებით უფრო დიდია ვიდრე მიწისძვრის ну შენობასაც გააჩნია ფორმას, მოხაზულობას, ყველაფერს და მაგიტომაც არის რომ მაღალი შენობები ყოველთვის რაღაც შედარებით უფრო მომრგვალებული თუ ბურჯ ხალიფას რო დააკვირდეს, სულ რაღაც მომრგვალებული ფორმები აქვს რომ ხარი არ იყოს ხო, ხარის ზედაპირი ესე ვთქვათ, შეფერს იყოს ნაკლები და რაღაცნაირად ესეთი მომრგვალებული რომ შემოუვაროს ხარმა და ასე შემდეგ რა. იმიტომ რომ ხარი ბევრად უფრო დიდ გავლენას მოახდენს ანუ გამოდმებით აჯანჯყარებს ასე ვთქვათ ხო კი სულ არის მიწისძვრა თუ მოხდება არა 20 წელიწადში ერთხელ ან 30 წელიწადში ერთხელ ხარი სულ არის კი ყოველდღე შეიძლება იყოს და უეჭველი არის ან მაღალ სიმაღლეზე ყოველთვის არის ყველაზე მაღალი ჩვენთან რა შენდება რაღაცა 40 სართულიანი ყველაზე მაღალი შენდება ეხლა მე რაც ვიცი მე მგონი ეხლა იპოდრომთან შენდება კი ყველაზე მაღალი რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი ეს იქნება ვაკეში ყოფილი ფიზკულტურის ინსტიტუტის ადგილზე 260 მეტრიანი შენობა იქნება. რომელიც ჩემპიონი იქნება ჯერ-ჯერთ. სართული გამოდის დაახლოებით. დაახლოებით 56 სართული, 55 სართული გამოდის. დაახლოებით. ნუ იქ სართულებით ცოტა პირობითია, იმიტომ რომ იქ რაღაც ქვედა პოდიუმის სართულებია, იქ რაღაც მიწის ქვეშ არის რაღაც დაახლოებით ეგრე, კი, დაახლოებით ეგრე გამოდის. ყველაზე მაღალი იქნება. დღესდღეობით ყველაზე მაღალი შენობა ბათუმში არის, საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა, ეს არის ყოფილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ეხლა არის ლე მერიდიანის სასტუმრო. თავის ის რო არის ხო ბორბალი კი ოღონდ იქაც როგორ არის ის აი ზედა შპილს ვეძახით აი შპილის ზედა წერტილი არის ყველაზე მაღალი თორე საცხოვრებელი ნიშნულებით ალიანსის და ემის ორბის შენობები არის ძალიან მაღალი ეს ბათუმში სხვათა შორის ის სუფთა სეისმურობის თვალსაზრისით ბათუმში არის უფრო დაბალი სეისმური აქტივობა და აჩქარებაც უფრო დაბალი არის და ძველი რუკითაც ან მოქმედი რუკით გულისხმობ და განახლებული მონაცემებითაც უფრო დაბალი. თუ კი თბილისზე რო თქვი თბილისი რო არის 0.17 ჟ, ბათუმი არის 0.9 0.9 ჟ აჩქარება. ანუ თითქმის ორჯერ უფრო ნაკლები არის თითქმის. ქობულეთში არის 0.13 მაგალითად, იქაც უფრო ნაკლები არის. და ეს მონაცემები კი სულ ყველა ცოტათი მოიმატებს, მაგრამ ანუ განსხვავება მაინც დარჩება. თბილისი მაინც უფრო სეისმურად აქტიური იქნება ყოველთვის ვიდრე ბათუმი. კერძო სახლს როცა აშენებ, ეთქო საკუთარი სახლი გინდა აიშენო, მან თუ არსებობს რამე ეგზაქტი, მან უფრო მეტად ხوار შეგიძლია აკონტროლო მშენებლობის ხარისხი, თუ როგორ დაკნა, კაი თქვათ გააკეთე პროექტი და იქირავე მშენებელი. კერძო სახლზე რა თქმა უნდა უფრო მეტად შეიძლება, იმიტომ რომ პირდაპირ არის ჩართული დაინტერესებული მხარე, ვინც უნდა იცხოვროს. ეხლა თუ კი კორპუსს აშენებს კომპანია, რომელიც დაინტერესებულია მის გაყიდვაში,
და არა იქ ცხოვრებაში და არა იქ მუნდოთ, რა თქმა უნდა, მისი ინტერესია რაც შეიძლება ძვირად გაყიდოს, მაგრამ ეგ არ არის არ შეიძლება იყოს პირდაპირ კავშირში, ან შეიძლება იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ არის სავალდებულო მის საიმედოობასთან, ხო, რაც წეგან ვისაუბრეთ. კერძო სახლის შემთხვევაში თუ კი ადამიანი აშენებს და იცის რომ არ უნდა იცხოვროს იქ, მისმა ოჯახმა უნდა იცხოვროს, მისმა შვილებმა, რა თქმა უნდა, ის გაცილებით უფრო ხო და როგორ უნდა ქნა ეგ, როგორ უნდა მე ვფიქრობ, რომ აი რაც წეგან ვისაუბრეთ, ესე იგი ყველაფრის შემოწმება უნდა მოხდეს რა, ანუ ბეტონის მარკის შემოწმება, კლასის შემოწმება, ნაოს არმატურის შემოტანის შემოწმება, ანუ ლაბორატორიები უნდა იქნას დაქირავილი, ხო და აი ვის შემოწმებინოთ, აი ვის უნდა მიმართოს ეს ამ დროს ადამიანმა. აი თქვათ მე ყავს დაქირავებული მშენებელი და ვიცი რომ რაღაც ნაკვეთზე მიშენებს სახლს. კი. აი ვის ვკითხო, კარგად მიშენებს თუ არა. ესე იგი, მე მგონი 2018 თუ არ ვცდები, წლიდან მოყოლებული არის საქართველოს აკრედიტაციისა და აკრედიტაციის ეროვნული სააგენტო გასცემს აკრედიტაციას საზედამხედველო ინსპექტირების ორგანოებს. არის კერძო კომპანია, მაგალითად, შეგვიძლია თვალვე დააფუძნოთ კერძო კომპანია, შემდეგ მიმართოთ აკრედიტაციის ეროვნულ ბიუროს, აკრედიტაციის ეროვნული ბიურო მოგცემთ მოთხოვნებს, რაც უნდა დააკმაყოფილოთ, ანუ უნდა ყავდეს შესაბამისი თანამშრომლები, შესაბამისი სტაჟით, შესაბამისი ტექნიკით, აპარატურა, მოკლედ მთელი რიგი რაღაც მოთხოვნები არის, რომელიც უნდა დააკმაყოფილოთ და მას შემდეგ მოგცემენ აკრედიტაციას იმისთვის, რომ აწარმოოთ სამშენებლო მოედანზე ზედამხედველობა. და აი ამ კომპანიებს უნდა მიმართოთ აუცილებლად. ამ კომპანიებს უნდა მიმართოთ, ეს კომპანია უნდა დაიქირავოთ, ეს კომპანია მოვა და ყველა ეტაპს მშენებლობის პროცესში შეამოწმებს. როგორც ფიზიკურად, ანუ მაგალითად გადაზომავს ბიჯებს არმატურისას, გადაზომავს გადადებებს არმატურისას, დიამეტრებს და ასე შემდეგ, ისე დოკუმენტ კონტროლს აწარმოებს, ანუ რამდენად სწორად არის გამართული დოკუმენტაცია, რამდენად ფარული სამუშაოების აქტები, მაგალითად, რამდენად სწორად არის შედგენილი, იქ სხვადასხვა დოკუმენტაცია, რაც არის არაპირდაპირ მშენებლობის პროცესში უსაფრთხოებაზე, მაგალითად, რაც ასევე უმნიშვნელოვანესი არის, მაგრამ როგორც საბოლოო პროდუქტის უსაფრთხოებაზე ისე, ანუ რამდენად ის სრულდება პროექტის მიხედვით, მაგალითად. ამას შეამოწმებს და ეს ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ კი ესეთი მესამე პირი კომპანიები იქნას დაქირავებული კერძო მენაშენის მიერ, ვინც აშენებს საკუთარ სახლს. და ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო დაზღვეული იქნება თვითონ. ხო. როგორ უნდა ვიპოვოთ, აი როგორ უნდა მოვძებნოთ ეს კომპანიები? ეს კომპანიები, ამ კომპანიების ლისტი არის აკრედიტაციის ეროვნული სააგენტოს საიტზე. იმიტომ ეს აკრედიტაციებიც მუდმივი არ არის. აკრედიტაცია გაიცემა რაღაცა 1 წლით, 2 წლით, 5 წლით გააჩნია რა პირობები არის და მე მოწონდება ის კომპანია, ანუ ნამდვილად აკმაყოფილებს თუ არა ამ აკრედიტაციის მოთხოვნებს, ნამდვილად აკმაყოფილებს თუ არა იმ ვალდებულებებს, რაც არის გაცემული. და შეიძლება რაღაც მომენტში წაერთვას ეს და რაღაც მომენტში დაუბრუნდეს, გააჩნია როგორ მუშაობს. და ესე იგი აკრედიტაციის საიტზე უნდა შეხვიდეთ და იქ ნახოთ ეს ჩამონათვალე კომპანიების. ეს სულ ყოველთვის ნახდება რა. ხო. ამას ქვია A-კლასის ინსპექტირების ორგანო, ესე ქვია კანონმდებლობით. ანუ A-კლასის ინსპექტირების ორგანო უნდა იქნას ნანახი და შემდეგ იქ ჩამონათვალე იქნება კომპანიების და ხო, იმიტომ რომ კერძო სახლი ყველას უნდა და ან ყველა როდესღაც უმეტესობა ან ფიქრობს რომ აშენებს ან ეხა აპირებს ან მithumete დღევანდელ ურბანულ გარემოში თბილისში უკვე ძალიან რთული არის გადაადგილება, ცხოვრება, არ ვიცი, გამონაბოლქვი. მეც მინდა რომ საომოვოთ ეს მოხდეს და კერძო სახლი ავიშენოთ და სულ მაგაზე მეფიქრება რომ აი ვინ ნახო შენებელი რომ ვიცოდე რომ კარგად ააშენებს რა ეხა ძალიან ძვირი ჯდება ეს და ფულემიც ეხა ამდენი გადაიხადო და მე აღმოჩნდეს რომ უხარისხოთ არის შენი საკუთარი სახლი აშენებული რა თქმა უნდა ხო, ნუ ერთი არის რა თქმა უნდა მშენებელი უნდა იყოს გამოცდილი, იმიტომ რომ არ აქვს სერტიფიცირება, რო იყოს სერტიფიცირება, გეტყვით რომ სერტიფიცირებული უნდა იყოს და აუცილებლად ისე უნდა გაიკითხო, გამოიკითხო. ისე გაიკითხო, ესე თქვა, ქალაქურა. ხო. მაგრამ მე აუცილებლად სერტიფიცირებული კი არა და აკრედიტირებული საინსპექციო ორგანო, რომელიც შეამოწმებს ამის მუშაობას, ეს კომპანია უნდა დაიქიოთ, დაუდო კონტრაქტი, ნუ რა თქმა უნდა რაღაც გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, რომელიც ამას ყველაფერს შეამოწმებს და აკონტროლებს ხარისხს, რამდენად არის სწორად აშენებული. კიდევ ერთხელ არა მარტო პროცესს, სადაც პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქ რაღაც არ უნდა მოხდეს, არ უნდა ჩამოინგრას, არ უნდა რაც მომხდარა სამწუხაროდ, ეგეთი რაღაც და უსაფრთხოების ნორმები რო იყოს დაცული და ჩაფხუტი რო უნდა ეხუროს მუშას და ასე შემდეგ, არა მარტო მაგას, არამედ თვითონ მშენებლობის ხარისხს აკონტროლებს და რამდენად მე საბოლოო პროდუქტი იქნება პროექტის შესაბამისი და ხარისხიანი რა. ჩაბარება ჭირდება როგორც корпуს, რომ დაასრულებს მშენებლობა. კი, მაგასაც ჭირდება ჩაბარება. მაგრამ შეამოწმებენ რამდენ შესაბამება უბრალოდ გარეგნულად ხო, არქიტექტურას. რამდენად ფართი, რამდენად არის იმდენი, რამდენიც იყო გაცემულაზეც იყო გაცემული, რომ მე ეს
დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში ფასადი რამდენად პირობითად რა მწვანე ფერის არის თუ ლურჯი ფერის არის ანუ ეგ იქნება ნუ ძირითადი არქიტექტურული გარეგნული მხარეები ასე ვთქვათ ხო კი ძირითადად ფასადი რა და შიდა გეგმარება ფართების კუთხით რა გასაგებია. კარგი, რამე საკითხი ხო არ იყო კიდე რაც შეიძლება შევეხოთ ამ მიმართულებით. რომ მაყურებელი მეტად ინფორმირებული იყოს ამ თემაზე. მე უბრალოდ მინდა ყოველთვის მაგას ვამბობ, რომ გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ მშენებლობა არის ძალიან საპასუხისმგებლო საქმე. და არ შეიძლება რომ დაბალი კვალიფიკაციის ან რაღაც არაპროფესიონალები იყვნენ დასაქმებული არც ერთ რგოლში, ანუ მაქსიმალურად უნდა ყველა ეცადოს, რომ პროფესიონალები იქნან დასაქმებულები. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთულია, მით უმეტეს დღევანდელ დღეს პროფესიონალები ნებისმიერ დარგში ძნელად საპოვნელია და მით უმეტეს ისეთ დარგში, როგორც საინჟინრო სპეციალობები არის, მაგრამ ნუ რაღაცნაირად კომპანიებმა თავის მხრივ უნდა ამაზე რაღაცა ინვესტირება განახორციელონ ამაში და დანარჩენები ჩვენ ესე ვთქვათ, ვინც ვართ ამ სფეროში, უნდა ავიმაღლოთ ეს მაქსიმალურად ვეცადოთ ჩვენს გულისხმობ ამ შემთხვევაში ასოციაციებს და კომპანიებს. იმიტომ რომ ეს ბევრი რაღაც ახალი გამოგონებებიც არის და რა ვიცი გამოკვლევებიც და ასე შემდეგ და ყველა უნდა იცოდოს რომ რაღაცა კვალიფიკაცია აიმაღლოს. ეს რაც შეეხება სფეროს და რაც შეეხება ეს თქვა მომხმარებლის თვალით, ფიქრობ რომ უფრო სერიოზულად უნდა მიუდგნენ გრადობის საკითხს რა და თუ კი ეს საზოგადოებიდან იქნება რაღაცა მოთხოვნადი, მაშინ იძულებული იქნება როგორც სამშობლო კომპანია, ისე სახელმწიფო უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს აი ამ დარგს რა. ყველა ყიდვა 10 ყიდველიდან 6 რო კითხულობდეს რა აბა დასკვნა მაჩვენე რამდენად კარგად არის აშენებული და გამძლეარი მიწისძვრებისთვის, გაჩნდება საჭიროებაც რომ მე ესეთი ორგანიზაციები შეიქმნას და რა თქმა უნდა ერთი პროცესის სუდი შემთხვევა იყო, ნუ ძალიან ტრაგიკული, უაღრესად ტრაგიკული, შედარებით ახლა ხანს რომ მოხდა ვაგლის მოედანზე, ჩამოინგრა და ადამიანები დაიღუპნენ და მაშინ უცბად დაიწყო ამაზე რაღაც სხვადასხვა ტელევიზიებში, მოკლედ რაღაცა მედიაში ამის გაშუქებები რაღაცა და რამოდენიმე გადაცემაში მიმიწვიეს მე და მიიწვიეს ასევე ჩემი ეს თქვა უფროსი მეგობარი ერთ-ერთი ირაკლი როსტომაშვილი, რომელიც არის მენეჯმენტ ასოციაციის ესე ვთქვათ პრეზიდენტი და მოკლედ იქ შევხვდით და მოკლედ ამას გადაცემაში ვიყავით რამოდენიმეში და როდესაც მორჩა გადაცემა დავიშალეთ, მან მითხრა რომ აბა ნახვამდის და იმედია იქამდე შევხვდებით კიდევ სანამ კიდევ რაღაცა უბედურება არ მოხდება რა. ანუ იმიტომ რომ საზოგადოების რაღაცნაირად არ ვიცი რატო ხდება ეს, მაგრამ ხო რაღაცაა მართლა უბედურებიდან უბედურებამდე ეს თემა არ არის წამოწეული და კიდევ ხო დიდი მადლობა რომ აი ამ თემის ესე ვთქვათ გაშუქებას ახდენ და რაღაცნაირად ვახსენებთ ყოველთვის ხალხს რომ ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი არის, როგორც თავიდან დავიწყეთ ხო საუბარი 80% ჩვენ შენობებში ვატარებთ სულ ყველა ხო და არ ვიცით საბოლოო ჯამში რამდენად უსაფრთხო არის. კი. ხო, ეგრეა. რაღაც კეთილნებაზე, რაღაცა ამაზე ვარ დამოკიდებულები და რთული არის, მაგრამ მეორე მხრივ კიდევ ალბათ ყველაზე სწორი იქნება რაღაცა ხა ჩვენ არა ვართ გამონაკლისი ხო კიდევ ხომ ანუ რა ვიცი ძალიან ბევრი ქვეყნები არის რომლებმაც ეს გამოიარეს ესე ვთქვათ და მესმის ან ჩვენ რაღაც ძველი სახელმწიფო ქვეყანა ვართ თავის მხრივ სახელმწიფო არ მაგრამ ქვეყანა როგორც ისეთი ბევრი ძველი შენობები არის მაგრამ არანაკლები ძველი შენობები არის იტალიაში და საბერძნეთში ხო და ანუ ამ ყველაფერს რაღაცნაირად აგვარე ძალიან ხშირად რო ჩადიხარ სასტუმროს ქირაობა გინდა თუ რაღაცა ხთონდაც ის არ არის ჰილტონი ან რაღაცა ეგეთი ძველი სახლი არის განსაკუთრებით ამსტერდამში არ უძვლის სახლებში მოწყობილი ისინი კი ვიზუალიზირებ ძალიან ვიწრო ძილი ჩემუდანს რომ ვერ ამოიტანის ხო ეგეთი მეებში აქვს და იტალიაშიც ახლა ვიყავით და უამრავი და ანუ მე ის თქვა რომ ანუ ველოსიპედის გამოგონება არ გჭირდება რა უბრალოდ გამოცდილება უნდა კარგად გავითავისოთ სხვისი და ჩვენც დავანერგოთ ეს რა, ანუ ევროკოდები უნდა დავნერგოთ ჩვენ აუცილებლად, უნდა დავნერგოთ სერტიფიცირება აუცილებლად და ეს პროცესი უნდა იყოს სულ ყოველთვის გაგრძობადი. ანუ არ უნდა არსებობს სამნა შეცდომა სულ ყოველთვის ანუ ამ სიახლეებს უნდა მივიდიოთ. და ხო რა დღესაც ალბათ რაზეც ვართ უახლოეს მომავალში დამოკიდებული ისე მშენებელი კომპანიის დეველოპერის რეპუტაცია არის და უმეტეს ახლა რომ რაღაცა ბიზნეს ყიდავს ვაპირებდე, ეგრე დავიწყებდი რომ მშენებელი ვინ არის, რა უშენებია, როგორი ესე ვთქვათ, როგორი სახე აქვს რა, რამდენად სერიოზულად და სოლიდურად გამოიყურება რა, ჯერჯერობით მარტო მაღაზიაზე ვართ დამოკიდებული. კი, ზუსტად ხო, სამწუხაროდ მარტო მაღაზიაზე ვარ ჯერჯერობით, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა კარგად ააშენოს პირველივე შენობა, მაგრამ რო შეხედავ რომ ჯერ არაფერი არ უშენებია და პირველია და რა არც სახელი გაგიგია, არც ეს არის ოფისი არის სად არის რაღაცა ძნელია ენდო. ეს მოსანიშნავს რომ უფრო ცუდად ააშენოს, მაგრამ ნუ დღეს მაინც მაღაზიაზე ხარ დამოკიდებული რა, რომ სახელი მაინც კონდეს გაგებული სამშენებლო კომპანიის რა.
კი, დღესდღეობით ესე არის. შეიძლება ბევრ მაყურებელს გაუჩნდეს ეს შეკითხვა, რომ ბარემ დაასახელეთ ის კომპანიები, რომლებიც კარგად აშენებენ, მაგრამ ამ შემთხვევაშიც რაღაცა ისეთი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება გამოდის რა და შენც რომ მოგთხოვე ხარ, აი მითხარ რომ კომპანია აშენებს კარგად, გამოდის რომ რაღაცა რეკლამას გავუკეთებ იმათ ისე რომ უბრალოდ სიტყვაზე უნდა ვენდოთ რა შენც რაც იცი ზედაპირულად ხო შეიძლება ვიღაცა გამოურჩეს და მე რაღაცა ხო ხო ამიტომ კომპანიის მშენებლის რეპუტაცია არის ერთი და მეორე თან ცოტა ძალიან ძნელი არის მაგის თქმა და რატო იცი რომ ეგ ხო დეველოპერული კომპანიები რომლებიც ქირავენ მშენებლებს და შეიძლება სხვადასხვა ორ ობიექტზე სხვადასხვა მშენებელია კომპანია აიყვანოს ერთზე პირობითად ანაგი აშენებდეს მეორე GTC აშენებდეს სიტყვაზე რა და ეს თვითონ ვერ ხვდებოდეს იმას რომ ეს ჯობია თუ ეს ჯობია და იმას სად რა რაღაც ანუ ეგეც ის არის ანუ ყველა ობიექტი არის ცოტა ისეთი სათქმელი ამიტომ ხო კი და არა მარტო კომპანიებშიც კი შიგნით მაგალითად იქ რომელიღაცა პრარაბი შეიძლება სამშობლო წარმოებელი არ იყოს ისეთი კვალიფიციური და აქ იყოს ანუ რაღაც ესეთ ძალიან რთული პროცესი არის ყველა მაგიტომ რომ სერტიფიცირება დიდწილად პრობლემებს მოხსნეს იმიტომ რომ გეცოდინება რომ ესეც კვალიფიციურია ესეც კვალიფიციურია და ესეც კვალიფიციურია იმიტომ რომ სამივე სერტიფიკატი ხო რაღაც მინიმუმი ფილტრი გავლილი აქვს ეხლა ეს მინიმუმ ფილტრი არ არის ხო კარგი წავიდეთ ბოლოსკენ ხშირად არის ხოლმე კადრები თან ახლა ეს ბოლო პერიოდიდან ჯერ იყო ძალიან ძლიერი წვიმა და რაღაცა მშენებლობას რო უღებენ, სადაც რაღაც მიწის ნაწილი ჩამოიშლება ხოლმე, ან რაღაცა კლდა ჩამოინგრევა, ან გვერდზე корпуსი დგას და იმის ქვევით რაღაცა ხდება. ეს რეალურად შესაძლებელია, რომ გვერდზე მშენებელმა ისე გათხაროს საძირკველი, რომ გვერდით შენობა უკვე აშენებული დააზიანოს, თუ ეხლა თქვათ რაღაცა სამშენებლო ამოთხრილ ადგილას რომ რაღაც პატარა მიწა ჩამოიშალა, ეგ ბუნებრივი მოვლენაა და იცოდნენ თვითონაც ესე იქნებოდა და მზად იყვნენ, თუ არ უნდა ხდებოდეს. ანუ ეს ნიშნავს, რომ რაღაცა ცუდად მიდის იქ. საერთოდ არაფერი არ უნდა ჩამოიშალოს არსად. ანუ ისეთნაირად უნდა მოხდეს მშენებლობა, რომ დაუგეგმავი რაღაცები არ უნდა. მაგათაც კლდეს ჭრიან, იცით კლდის ჭრის პროცესი მიდის და უცებ რაღაც ნაწილი ჩამოინგრევა. ეს მოსალოდნელი პროცესია თანმდევი ამისი თუ ნიშნავს რომ რაღაც დარღვევა იყო რა. კი, გავიგეთ, ეგაც ცოტა სხვანაირად გავიგეთ. კი, რაღაც დონეზე კი, რაღაც დონეზე, ანუ პროცესში მაგალითად რაღაცა იქ უშუალოდ ეგ ვინც მართავს ამ მანქანა დანადგარებს სიტყვაზე იმის კვალიფიკაციაზე არის დამოკიდებული როგორ გააკეთებს სიტყვაზე იმ პროცესს ძირს გამოუთხრის და დაელოდებ რომ ჩამოიშალოს და მე მომყვება დანარჩენს და ასე შემდეგ. ზოგი არა ზევიდანვე მოყვება. ამას თავისი სპეციფიკა აქვს. თუმცა, როდესაც მოხდება უკვე გამაგრება რაღაცა ქვაბული დამუშავდა და მოხდა ქვაბულის გამაგრება. იქ უკვე შეიძლება რაღაცაფერი არ უნდა მოხდეს. და გავლენაც მომიჯნავე შენობებზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ შეიძლება შენობა ძალიან კარგად იყოს აშენებული, ძალიან კარგად და გვერდითა შენობამ ისეთ დღეში ჩააგდოს ეს რომ და დეფორმაციები განიცადოს ამან და რაღაც მოკლედ საძირკველი ხო ვაჟას დეგთან იყო ახლა ეგეთი შემთხვევა ვაჟას მეტროსთან კი ეხლა ხან წვიმები იყო და იქ გაიჟღინთა და რაღაცა მოხდა კი ეგეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს ანუ ეგ უნდა იყოს გაანგარიშებული უნდა იყოს ისეთნაირად რომ გათვალისწინებული იყოს ანუ როგორც წვიმაც და რა ვიცი თოვლიც და ყინვაც და ყველაფერი ეგრე უნდა იყოს თუმცა მან ერთი რაღაცა ნიუანსი არის აი მაგალითად ქვაბულის დამუშავების დროს რა ეს არის დროებითი კონსტრუქციები და ეს დროებითი კონსტრუქციები არის ხოლმე 1-2 წლით გაანგარიშებული ჩვენთან 1-2 წლით გაანგარიშებული შენობა დგას ხოლმე ნაგებობა ესე ვთქვა დგას ხოლმე 10 წელი ანუ ეგრე არ უნდა ხდებოდეს მაშინ გამოდის რომ ეს აღარ არის დროებითი ნაგებობა და იმას სხვა კრიტერიუმები აქვს რა მაშინ უფრო რაღაცა დიდი განიკვეთის კონსტრუქციები დაჭირდება რაღაცა უფრო მასიური რაღაც კონსტრუქციები დაჭირდება თუ კი ესეა ამიტომ მან ცოტა ძნელი არის. ნუ ერთი არის ცალსახა, რომ არ უნდა მოახდინოს მომიჯნავე შენობებზე გავლენა. უარყოფით გავლენა არ უნდა მოახდინოს არც ერთ შესაძლო პირობებში. მაგას ქვია worst case scenario, უარესი სცენარით გაანგარიშება. ანუ ყველაზე უარესი პირობა რაც არის, იმაზე უნდა იქნას გაანგარიშებული ყველაფერი ყოველთვის. ანუ თუ კი მაგალითად 20 წელიწადში ერთხელ არის რაღაცა ძალიან ძლიერი წვიმა მაგრამ 19 წელი წვიმა არ არის საერთოდ, ანუ 19 წელზე კი არ უნდა იყოს გათვლილი, უნდა იყოს იმაზე, რომ აი იმ ერთ წელს რომ მოხდება ყველაზე მეტი, აი იმაზე. ხო. იმიტომ რომ ის იმ ერთხელ რომ მოხდა, ეხლა მაგალითად წელს მოხდა წელსაც და შარშანაც. გურიაში მოხდა ძალიან დიდი თოვლი.
თუ გახსოვს და აქედან შარშანი უფრო არა წელს ხომ მახსოვს. და წელს მოხდა თბილისში. წელს თბილისში, კოჯორში და წყნეთში მე ვიცი პირადად ისეთი, რა ვიცი, 100-ლოვანი ხეები გატყდა და დაიმტრა საერთოდ თოვლისგან. და შენობებიც მათ შორის სახურავები ჩამოენგრა და რაღაცა. შარშან უფრო აჭარაში იქეთ იყო ძალიან დიდი თოვლობა. ეს ეხლა ჩვენ მithumeres ჩემის სახურავებს დააზიანა აიუნის თოვლმა ხო? კი, იმიტომ და ეს ჩვენ მაგალითად ვანგარიშობთ მობრუნების პერიოდი არის ამას ქვია. მობრუნების პერიოდი 15 წელიწადში ერთხელ მაგალითად დიდი თოვლი. ან ძლიერი ქარი 15 წელიწადში ერთხელ. რამდენიც არის მაქსიმალური, იმაზე უნდა იქნას ყოველთვის ყველაფერი გაანგარიშებული და არა მინიმალურით. მაგრამ თუ კი არის დროებითი ნაგებობა 1 წლიანი და 2 წლიანი, იმიტომ რომ შენელობის პროცესში არის მარტო ის საჭირო. მაშინ შეიძლება რომ იანგარიშო არა 15 წელზე, არამედ 5 წლიან მოგვებაზე რა და არ გაითვალისწინო აი ის ძალიან ძლიერი წვიმა და ის ძალიან ძლიერი თოვლი რა. ეგეც არის სხვათა შორის აი ნორმებში გაწერილია და სხვადასხვა მიდგომები არის და ევროკოდებში განსხვავებული არის და ჩვენს მოქმედ ნორმებში განსხვავებული არის. ანუ ევროკოდებში მაგუთხით უფრო მეტი გადაზღვევები არის ხოლმე ჩადებული. ეს ევროკოდები რომ დაინერგოს ეს საკითხი ჯობოთ ჰაერშია თუ რაღაცა პროცესს გადის და თქვა თავრობას ნათქვამი აქვს რომ აპირებს ამის შემოღებას რამე ეგეთი ესეთი თავრობას ნათქვამი აქვს და მიღებული იყო სტრატეგიული გეგმაც კი როგორ უნდა იქნას მიღებული მართალია მე ბევრმა რა ფაქტორმა შეუშალა ხელი და როგორც ხდება ხოლმე გაიწელა პროცესები მაგრამ დღემდე ანუ ამას ოფიციალურად აცხადებს რომ უნდა იქნას მიღებული ევროკოდები და უკვე როგორც ვთქვი რამოდენიმე თავები მიღებული არის სტანდარტად უკვე დარეგისტრირებული ანუ ევროკოდი უკვე დღეს რამოდენიმე თავი არის ქართული სტანდარტი ჩვეულებრივად ქართულად მოქმედი სტანდარტი და შესაძლებელია მისი გამოყენება შესაძლებელია მისი დაპროექტება უბრალოდ ცუდი ისაა რომ თუ ერთიან კომპლექსში არ იქნება ყველა მიღებული ძნელია ამის ესე ცალ-ცალკე გამოყენება იმიტომ რომ მაგალითად ევროკოდი 1 არის დატვირთვები შენობებზე დატვირთვები აი ცალკე მოცემული და იქ წერია იქ არის დატვირთვა თოვლის დატვირთვა იქ დროებითი დატვირთვა ავეჯის სტატიკური დინამიკური და ყველაფერი არის აღწერილი იქ მეორე ევროკოდი არის კინაბეტონის ევროკოდი ანუ თუ ჩვენ კინაბეტონის ევროკოდი გვაქვს და პირველი არა გვაქვს მაშინ ვერ გამოვიყენ ხო დატვირთვებს ვერ მოვდებთ იქ ხო ისე როგორც ევროკოდშია გაწერილი ან პირიქით თუ ის გვაქვს და ეს არ გვაქვს ამიტომაც ეს სრული პაკეტი უნდა იყოს ევროკოდ 8 არის მხოლოდ სეისმური დაპროექტება ანუ იქამდე სულ ყველა არის ფოლადის კონსტრუქციები ხის კონსტრუქციები ქვის კონსტრუქციები ნუ კინაბეტონის თქვი დატვირთვები ზოგადი ასე გეოტექნიკური ალუმინის კონსტრუქციებიც არის ერთ-ერთი ევროკოდი და ეს ერთიანობაში სანამ არ იქნება ძნელი იქნება უბრალოდ მისი გამოყენება რა ეგ არის მოკლედ ესეთი ვიზუალური შეფასება და ასე თქვა გარეგნული შეფასება ამის ძნელი რაზეც დავიწყეთ საუბარი რამდენად სეისმომედეგი არის შენობა რომ თუსქელი კედლები აქვს კარგია ესეთი შეფასებები ანუ ეგეთი უეჭველი შეფასებები არ არსებობს არ არსებობს ანუ პრინციპში ერთი რაღაცა შეიძლება თქვა აი მაგალითად 91 წლის მიწისძვრები როდესაც მოხდა რაჭაში ზემო იმერეთი რაჭის რეგიონში იქ შესწავლილი იქნა მაშინ ეს შენობები და მე მაქვს ნანახი ანგარიშები რეპორტები ეგრეთ წოდებული მაშინელი და მიზეზები რატო იქნა დანგრეული ეს თითქმის ყველა შენობა დაინგრა თითქმის და ძალიან ბევრი დაინგრა ან ყოველ შემთხვევაში დაზიანდა ძალიან ძლიერად რომ ფაქტობრივად ექსპლუატაცია შეუძლებელი იყო ის და ბევრგან იყო დაწერილი ესეთი რაღაცა რომ შენობას იყო ქვის წყობისგან ან აგურის წყობისგან გაკეთებული აშენებული და არ ქონდა ანტისეისმური სარტყელი ზედა სართულზე აი არ ქონდა უბრალოდ არ ქონდა და ეგ იყო მიზეზი დანგრევის არ ქონდა აი გადაკვეთ სადაც კუთხეს იკეთებს შენობა არ ქონდა აი აქ სიხისტის გულარი ეგრეთ წოდებული გაკეთებული ანუ სიხისტი არ ქონდა საკმარისი და გაიხსნა იმ ეს წეწერა პირდაპირ ამ რეპორტებში და სწორია და შეგიძლიათ ანუ ძალიან მარტივად კერძო სახზე მაგალითად თუ ძველი სახლი არის ან ახალი სახლი არის შეხედა აქვს სარტყელი გაკეთებული კინაბეტონის პერიმეტრზე აქვს თუ არა სართულს შორისი სარტყელი გაკეთებული რიგელი ეგრეთ წოდებული თუ არ აქვს ესე იგი რაღაცა სწორად არ არის ხო მაგრამ ეს იშვიათი შემთხვევა იქნება ეხლა ეს არის ძალიან მინიმალური უბრალოდ აი რაღაც ესეთი რომ აი ხო ანტისეისმური სარტყელი უნდა კონდეს ყველა შენობას უნდა კონდეს და აი აქვს თუ არ აქვს მაგალითად და სხვათა შორის საინტერესო ისაა რომ მიუხედავად იმისა რომ რაჭაში ეგ მიწისძვრა მოხდა მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაფერი დაიწერა რაჭაში მერე აშენდა შენობები იმის მერე რომელსაც სეისმური სარტყლები მაინც არ ქონდა პარადოქსია რა გარკვეულწილად კარგი, წავიდეთ ბოლოსკენ. ტრადიციული შეკითხვები გვაქვს ხოლმე სტუმართან. გააჩნია ხოლმე ეპიზოდს როგორია ზოგჯერ უფრო მეტად ესა დაგება ეს კითხვები ზოგჯერ ნაკლებად, მაგრამ ეხლა ისეთ თემებზე ვსაუბრობთ, ერთი შეკითხვა მაინც მიესადაგება. 4 შეკითხვა არის. ერთი ადამიანი, ვისაც უნდა ვიცნობდეთ ქართველები, ჩვენი საზოგადოება.
აი მე წეგან ვახსენე არაჩვეულებრივი ადამიანი გურამ გაბრიჩიძე. ადამიანი, რომელმაც ერთ-ერთი მთავარი იყო, რომელმაც შექმნა ქართული სამშობლო ნორმები. 2009 წელს მიღებული აკადემიკოსი, რომელიც ასევე ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, ადვოკატი იყო ევროკოდების. და ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო თარგმნა ევროკოდების 2003-ში, 2020 წლის წინ, კი, დაახლოებით და არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ გადაცვლილი არის. კარგი, მადლობა. რა არის შენი პირველი მოგონება ბავშვობისაც გახსენდება? ძალიან საინტერესო არის. მე დაბადებული ვარ უკრაინაში, კიევში. და ძალიან კარგად მახსოვს პირველი ფრენა, თვითფრინავით, როდესაც ვიფრინე. ალბათ ბევრად უფრო ადრე მიფრენია ამ თბილისი, კიევიდან. მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს, როდესაც თვითფრინავი აფრინდა და როგორ ვიყურებოდი და რაღაც ჩემთვის იყო ძალიან ისეთი შტამბეჭ დავისახა. ალბათ 2-3 წლის იქნებოდი. მე მახსოვს ძალიან. ეს კიდე საბჭოთა პერიოდი იყო. კი, რაღაც თვითფრინავი იყო. უკვე მივადექით იმ შეკითხვასაც ჩვენ თემასაც ეხმაურება, გარდაცვალების შემდეგ ცოცხლებს თუ გჯერა? მე არ მჯერა, არა, მე მგონია რაიმე ფორმით რო გრძელდებოდეს ან რაღაც ესეთი არა. არ მჯერა მაგის რა ვიცი. მე ვფიქრობ, რომ დღეს და აქ ცხოვრობ ჩვენ ყველანი რა და ეგრე მგონია. ხო, კი ბატონო და რა არის ცხოვრების აზრი? ცხოვრების აზრი? ვა ეგ ძალიან საინტერესო გარდა იმისა, რომ შენობები არ დაგვენგრესაში ცხოვრობთ, ამის გარდა კი. რავი, მე ძალიან ესე თქვა ბუნებით ძალიან პოზიტიური ადამიანი ვარ და ოპტიმისტი ვარ და მინდა რომ ყველამ რაღაცა სიკეთე ვაკეთოთ ერთმანეთს რაღაცა მეგობრულად მიუდგეთ და ვფიქრობ რომ რაც მეც სიკეთეს გავაკეთებ ცხოვრებაში, მით უკეთესი იქნება ყველასთვის რა და მინდა რომ არ ვიყოთ რაღაცა ბოღმიანები, ვარძლიანები, არ ვიყოთ რაღაცა ესეთი სულ გულჩათხრობილები და რაღაცა გულჩათხრობილი შეიძლება იყო, ანუ პოზიტიური თვალსაზრისით, მაგრამ აი რაღაცა ესე რომ ერთმანეთი რაღაცა მტრებად მიგვაჩნდეს და ეს დაძაბულობა სულ და რაღაცა ეგ ძალიან არ მიყვარს. და მგონია რომ პირიქით რაც უფრო ღიაობა, სანდოობა, რაც უფრო მეტ პოზიტივს გავაკეთებ ცხოვრებაში, ეგ არის ჩვენი ცხოვრება. ამითი ეს იქნება ხო აზრი რა რეალურად ჩვენი ცხოვრების რა. კარგი, გულს მადლობა. ძალიან საინტერესო იყო, მადლობა რომ დრო დაგვითმე. იმედია რომ ამში გამოადგება ესეთი მაყურებელს ეს დიალოგი, მართალია კონკრეტული რჩევები, რომელიც დღეს შეიძლება გამოიყენო ამ თემაზე არ გვაქვს, მაგრამ ზოგადად წარმოდგენა და ის რომ მომავალი როგორი უნდა იყოს, ამაზე ვისაუბრეთ. კი, ძალიან დიდი მადლობა რომ დაინტერესდით ამ თემით და რთული თემა და ძალიან ძნელია აქ რაღაცა ესეთი კონკრეტული იმის გაცემა. გადადგან აბიჯირო ხო რაღაცა ესე. კი, ძალიან ძნელი არის, მაგრამ ხო რა, ნელა-ნელა ალბათ და საზოგადოების ინფორმირებულობა, რაღაცა ინტერესი ამ იმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი არის და ძალიან კარგი. და ძალიან დიდი მადლობა რომ ამას დაუთმეთ დრო. პირიქით ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. იმ ისეთ ორგანიზაციასაც თუ დააფუძნებთ, რამენაირად რომ ეგეთ დასკვნებს გასცემდეს, კარგი იქნებოდა. მადლობა ვინც გიყურა, არ დაგავიწყდეთ არხი გამოიწეროთ, ვიდეო მოიწონოთ და შევხვდებით ერთ კვირაში. ახლა დიდი მადლობა. დიდი მადლობა.